გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პოლიტიკის ეკო და ეპიზოდის სტუმარია თორნიკე ბაღათურია. მადლობა. გამარჯობა. სტუმრობისათვის. სანამ კი ბატონო, სანამ დავიწყებთ ჩაწერას, ვისაუბრეთ ჩვენ მოვთელეთ. გავხურდით სასაუბრო თემები და ისე კი არა, წინასწარ ძალიან ბუნებრივად, იმიტომ რომ რაღაცნაირად შინაგანი განწყობის გამოხატულებაა ეს და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ პლატფორმა და გადაცემა ეს ტვინის გასაღები, რასაც აკეთებთ ბიჭებო, შენ და საბა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი იქნება გამომდინარე, რომ რაღაც პერიოდი ჩვენ ვიყავით ჩაკეტილი სოციუმში, მედია გარემოში, აი ამ პოლარიზაციის პიკზე და დახშული იყო რაღაცნაირად ეს ალტერნატიული მოსაზრებები, აზრების გაჟღერების სივრცეები. ჩვენთვის პირობითად ესე რაღაც თანამოაზრეთ განგიხილა ხო, შორიდან რასაც მაქვს მოსმენილი და აი იყო ან ერთი რაღაც პოლიტიკური გუნდის, ან მეორე პოლიტიკური გუნდის ნარატივების ჭიდილი და საზოგადოებას არ ქონდა საშუალება, რაღაცნაირად შუალედური თავისი სათქმელი ეთქვა რა, მოკლედ ახლა მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ხალხის ხმას ვაჟღერებ, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებებით ვეძებ ჩემს თანამოაზრეებს, სადაც ელემენტარული ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნება დაცული, რასაც ქვია ურთიერთპატივისცემა. რა მოდი ვისაუბროთ რა და აი მსგავსი პლატფორმები როგორიც არის ხო ტვინის გასაღები. კიდე სხვების გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სოციალურ მედიაში აქტიურობენ. არის მისასალმებელი და მხარდაჭერა ყველა, ავიცი, პიონულად და ასევე თუნდაც ჩვენი პლატფორმიდან. ეხლა მინდა რომ ასნაირად გადავიდეთ თავარ სათქმელზე ჩვენი ეპიზოდის და დავინახეთ ჩვენ რომ აი არჩევნები იყო უნგრეთში. გაიმარჯვა მადიარმა და ეს პროცესი განხილული იყო, როგორც ყველა პროცესი საქართველოში, რაღაცნაირად შიდა პოლიტიკური იდენტობებით განისჯება, შენ ვისიანი ხარ და ვინ ვის გულშემატკივრობს რა. ეხლა ძალიან შორია ჯერ შევაფასო მე ის მადიარის მოღვაწეობას ჯერ ეხლა ხან გაიმარჯვა და ვერ ვიტყვი ეხლა მე გააგრძელებ თუ არ გააგრძელებ ორბანის პოლიტიკურ ხაზს, მაგრამ ნუ რაც ჩანს რეალურად რა განცხადებებს აკეთებს ღირებულებით დონეზე უნგრეთში არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ აქ რა მოხდა თავარი? აქ მოხდა თავარი ის ორბანი განიხილებოდა ოცნების მოკავშირედ და ოპოზიციას დაიწყო ეს ისტერია. ზოგადად ამათ ახასიათებთ აი მოუთმენლობა და ხო ნერვიულობენ უცებ და დაძახილები და ალბათ პერფორმანსები უნგრეთის წყალი გადმოგვესხას და ასე შემდეგ. ჯერ პერფორმანსების აბსოლუტურად უგუნური ის ძურს რა, პოლიტიკა გადაიქცა პერფორმანსების ასპარეზად, სადაც კონტენტ შინარს კი არ აქვს მნიშვნელობა. როგორ გაყიდი რა, თავარი ეგ არის და რათვალე ხა ეგ რა დამუპველია საზოგადოებისათვის და უნგრეთის წყალი გადმოგვესხას და ასე შემდეგ და ბოლოს ეხა ვნახე ზურა გირჩი ჯაფარიძეს პატარა ვიდეოა რა, რომ ნახე ეხა რას ამბობს მეო და ზოგადად რაც ვართო, ესეთები ვართო რა ჩვენო მადიარები ვერ ვიქნებითო და ეს უნდა მიიღოთო და პრობლემა ხალხშიაო, ანუ ხალხმა ანუ ჯერ ხო პოლიტიკოსი რომელიც ხალხზე გადააქ ის არის ჯერ ხო ერთი ეს არანაირი პასუხისმგებლობა არ მაქვს. პასუხისმგებლობა არ მაქვს რა. მე რატო მენიშნა ეხა ამაზე და მე აი შენი მოსაზრებაც გაგვიზიარე. რატო მენიშნა ეს? გასაგებია ეხა მე ესავარ და ვერ შევიცვლები, ადამიანური მომენტია, მაგრამ რატო ამბობს ეხა ამას რა, ჩემი ახმინა გამომდინარე. წეგან თქვი რომ ჯერჯერობით რაც ჩანს, იქ არაფერი არ შეცვლილა. ანუ უნგრეთმა იმას კი არ მისცა ხმა, რასაც აქაური ტვინ ცოტა რო თქვა რა, არ მინდა აი манипуляციის ქვეშ მყოფი ლიბერალები, რომლებიც უკვე წარსული დღეა საერთაშორისო პოლიტიკაში, იმიტომ რომ დეკონსტრუქცია ხდება მათი სოფლიო წესრიგის. რასაც ესენი გულშემატკივრდნენ, იმას კი არ მისცა ხმა. ამათმა მისცეს ხმა იმას, რომ პოლიტიკური ფიგურა, რომელიც 16 წელი მართავდა, დროა რომ შეიცვალოს და მონახეს რაღაცნაირად ახალგაზრდა ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ხალხთან კარგი კამპანია ჩაატარა, სულ რაღაც კარდაკარ ხალხში იდგა და აქაც ვიღაცებს დაეზარათ მე განცხადებები გააკეთეს მასეო სადვილიო მეო, არ დავასახელებ სახელდაგვარს და მისცეს ისევ აი ღირებულებებს, რა ღირებულებითაც აქამდე ცხოვრობდა უნგრეთი. და ამის გააზრება რომ მოხდა, ალბათ მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში იმის განაცხადია, რომ ჩვენ მადიარები ვერ გავხდებით, ანუ არ გამო ამადგან რა, მადიარი, იმიტომ რომ ესენი არ არიან კაკრას აი იმ ქართული ღირებულებების მატარებლები და რომ შეიცვალონ, ვერ შეიცვლები, თავიანთი ბაბლი, რაზეც მათი ძალაუფლება დგას, ის ჩამოაგდებს რა და
ამით დაკარგავენ ყველაფერს რა, ანუ ესე ხედავ ამ პროცესს რა მე რა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენ მაყურებელს და მინდა წარმატებები გისურვოთ და მაგ მთელი გულით მიხარია, რომ ესეთი თანამოაზრეები ეს ბევრი უნდა გაჩნდეს და ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს მასიურად, იმიტომ რომ რაც გადაცემის დაწყებამდე ვისაუბრეთ, ჩვენ ანუ ამ აზროვნებით ვინც ვართ, უფრო მეტნი ვართ, ახალგაზრდებშიც მეტნი ვართ და ზოგადად საქართველოში და სულ ეს რაღაც ლიბერალების ხმა ისმის რა და ამიტომ ბევრი უნდა იყოს ეს თუ ადამიანებს ანუ ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ აი აქ თავისუფალი აზრი ჟღერდება და რაც განსხვავებული არის, ხო? ყოველთვის ეს განსხვავებული არის უმრავლესობის აზრი ჩვენი ქვეყნის და ისე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ და ეხლა რაც შეეხება მადიარს, მე ძალიან საინტერესო მომენტია რა. ეხლა უნგრეთში ორბანი იყო 16 წელი და ისეთი სისტემა შექმნა, რომ არჩევნებში წარმოიდგინა ვინც გადალახა ბარიერი, არც ერთი არა ლიბერალური პარტია. კი, ყველა მიმარჯვება. არც ერთი. პირველზე მადიარი გავიდა, რომელსაც 138 ადამიანი გაიყვანა საკონსულტაციო მოიპოვა, რომელიც ორბანის ენით ელაპარაკებოდა ამ რჩევას, ან კონსერვატიული ენით, სუვერენიტეტი, ოჯახი, ტრადიციები და ასე შემდეგ. მეორეზე გავიდა ორბანი, 55 მანდატია გაიყვანა, ესეც მემარჯვენე კონსერვატორი და მესამეზე ულტრამემარჯვენეები გავიდა. საერთოდ გიჟები. ხო, რა, წარმოიდგინე ხა და ლიბერალები საერთოდ ეს არის ორბანის დამსახურება, ან ორბანის შექმნა ესეთი სისტემა. და ეხა მადიარსაც შეეხება, ეხა მადიარი დღეს რო უსმინოთ, რაღაც ტაშის დაკვრის სურვილი გაგიშდება, ის განცხადებს აკეთებს, მაგრამ რამდენად ეს ამ საქმეში განახორციელებს, ეს არის მეორე საკითხი. და ეხლა მე რატო შემაქრა ეჭვი მადიარის, ანუ იგივე თუ გააგრძელებს, რასაც სიტყვით აკეთებს, ხო? მადიარი პირველ რიგში ჯერ სოროსმა მიულოცა გამარჯვება. ეს უკვე ერთი რაღაცა დამაფიქრებელია და უნგრეთ ხალხს გილოცავ გათავისუფლებას და მეორე მომენტი კიდე არის, აი მადიარმა მაგალითად ცოლი იუსტიციის მინისტრი ხო ყავდა და ფარული ჩანაწერი ჩაუწერა ცოლს და საკუთარ ამით გახდა მე პოპულარული რა და ნუ ეს უკვე კიდე ბევრი მიზეზი, მაგრამ ეს ორი მიზეზი მე უკვე მაძლევს იმის საშუალებას, რომ ხო რა, ხო ეს რიტორიკით კონსერვატორია, მაგრამ რამდენად იქნება საქმე კონსერვატორი, ეს გვაჩვენებს ამას. ეხლა ერთი ორი თვენახევარი დარჩა და გახდება უკვე პრემიერი რა, ჯერ ორბანი ეს პრემიერი. აი ხა ერთი სერიოზული გამოსაქვს თან მადიარს. ეხლა 2021 წელს ორბანმა რომ მიიღო კანონი, ანუ ახალგაზრდებში ეს პროპაგანდის LGBT პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, ხო? ამის ხო ჯერ ორბანს ხო თელი ეს წლებია თხოვენ და საფუძვლად საქციები და რას არ აკისრებენ, ხო? ეხლა თავიდან წამოვიდა ეს მოთხოვნა და ეხლა რა წერი ამ კანონში, რომ უბრალოდ რომ აი ძალიან მარტივად, რომ არასრულწლოვნებში იგზალება ეს ჰომოსექსუალების, ტრანსგენდერების მსგავსი ამით ანუ წიგნები, ფილმები და მსგავსი ვიდეორგოლები იგზალება და ანუ უბრალოდ არასრულწლოვნების დაცვა არის ამ პროპაგანდისგან. სხვა არაფერი არა და ევროპელი ბიძახენ ეს არის ჩვენი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაო. აი ეს თუ ფუნდამენტური უფლებების დარღვევა ჯერ აი მოდი აი ჩვენ რა გვინდა ესეთ ევროკავშირში, მე არ მინდა ესეთ ევროკავშირში. ეს თუ ფუნდამენტური უფლებების დარღვევა ეს ხო მარაზმია. და ეხლა აი მაგალითად მადიარს აქვს შანსი რომ თავის სიტყვები ეხლა გამოსცა უნდა ჩააბაროს, ასე ვთქვათ, ხო რა, სერიოზული ტესტი უნდა ჩააბაროს, რამდენად ანუ განახორციელებს ამ თავის სიტყვას და ამას თუ დაეთანხმება ან არ დაეთანხმება რა. და საინტერესო მომენტები გვგზავნება წინ და ეხლა დღეს თქვენთან რომ მოვდიოდი, შემხვდა ესეთი რაღაცა რომ უნგრეთში იხსნება არხიო, სადაც ისა რა ქვია, ცისარტყელა ერქმევა და რაღაც LGBT რაღაცა არხი, ტელი არხი იხსნება, რომელსაც ცისარტყელა ქვია. ეხლა არ ვიცი ეს რამდენად გაიხსნებათ, მაგრამ კონსერვატორია რაღაც ესეთი ინტერნეტ პორტალია, იქ დაიწერა რა. და ჯერ ბევრ ქართულ არხებზე დაიდო ეხლა რამდენი მართალი არ ვიცი, მაგრამ ნუ აი მოკლედ ის თქვა მინდა რომ მალე გამოჩნდება მადიარი რა ვინ არის, ხო? ეხლა მაგალითად თუ ჩვენ ტრამპი რო გავიხსენოთ, ტრამპი რომ მოვიდა ყოველდღე ტარში უკრავდი. ისეთი ბედნიერი ვიყავი და ეხლა რავი ისეთებს აკეთებს რომ ერთი ჩვენი ქვეყნის კაი რაც გააკეთეს ეს არის USAID და NED და ესენი გაუქმა და ამისთვის მართლა მადლობელი. მაგრამ დანარჩენი რასაც იძახდა ომამდე ტრანსპორტში იმიტომ უკრავდი რომ მინდოდა ის შეუსრულო. ეხლა არაფერი არ შეუსრულება, არ გავს ომამდე რო იძახდა მე სანამ პრეზიდენტი გავხდე მე ერთ დღეში დავასრულებ უკრაინის ომს. ეხლა თვითონ ისე დონში არის ხო რა, ვერ გამოდა რა უკრაინის ომს დაასრულებ, ხო? ეს სრული აბსურდია, ხო? და ნუ კიდევ უამრავი რაღაცა რო გავყვეთ შოწაწყვეტ საუბარი. ანუ პოლიტიკოსი რაღაცას რო იტყვის, ეს შეიძლება ჩვენ გვიხაროს, მაგრამ მაგალითად ხო ისტორიას გვაჩვენებს, რომ უნდა დავფიქრდეთ ცივი გონებით უნდა მივიჟილოთ და ერთი შეხვედრით არ უნდა შევაფასოთ. ხო მადიარი ნახოთ რა ვისი პროექტი ეგეც გამოჩნდება რა მოკლედ. ხო აი სოროსი კიდე რო გილოცავს რა ბედნიერი რა. ნუ სოროსმა შეიძლება ნუ მიეტმასნოს პროცესს, ეგეც არის, მაგრამ აქ კიდე მნიშვნელოვანი ის არის, რომ
ჯერ ვისი პროექტია, ეგ უნდა გამოჩნდეს და აი გამოჩნდება ხა ბევრი იქნება მათ შორის საშინაო პოლიტიკაში და მათ შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც. იგივე უკრაინის, იგივე დრუჟბას მისადენზე და იქ დრუჟბაც გაიხსნა უკვე. ჯერ არის დათვალიერების დრო რა და მე ნელა მადიარიც გამოავლეს და აი ჩვენ ამაზე რო გადმოვიდეთ. ხო, აი ჩვენსაც შეეხება აი ეს ჯაფარიძე და ეს საზოგადოება რა, ხა წარმოიდგინე აი როგორი მავნებლები არიან. ტიპიური არც მომერიდება მაგის ცენტრები არიან ჩვენი ქვეყნის აი მავნებლები მიზანმიმართული ცდილობენ ჩვენი ქვეყანა რამენაირად დააზიანონ. აი ჩასაფრებულები არიან ყველა იმაში რა მდგომარე აი ყველგანაირად ცდილობენ რომ ჩვენ ქვეყანა დააზიანონ და აი ხა მაგათ ჰერჩინსკიზე მინდა გავაკეთო ეს ჩვენ პარალელი ეხება რა. ახალი მომოვის არის. ხო რა, ეხა გუშინ გამოვიდა და პირდაპირ სამოქალაქო ომი დაგვეუბნქრა და რაღაცა ბნელი წარსულში არ დაბრუნდეთ და ჩვენ და რაღაც ეს რო გვესაუბრება რა ბნელი წარსული რა უფლება გჯერ მაგას რომ ჩვენ აი ბნელ წარსულზე ველაპარაკება ჩვენ თავის ბნელ წარსულს ევროპის ბნელ წარსულებს გადახედონ რა მდგომარეობაში იყო აი ხა მაგალითად 30 წლიანი ომი რო გავიხსენოთ რის გამო იყო ხო? რელიგიური ომი 8 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა ხო? ბართლომეს ღამე რო გავიხსენოთ 1972 წელს რა მოხდა აგვისტოში 24 აგვისტოს დაიწყო და ოქტომბრამდე გაგრძელდა და ბევრი ციფრებია ხო რა 70000-მდე ზოგი 40000 იძახებ თავის ციფრებია ადამიანები რატომ თავის მოქალაქეები ფრანგები კი ამოხოცის ჰიტლერი გავიხსენოთ ეხლა და მართლა ბნელი ჰიტლერი და უამრავი რაღაცა შეიძლება გავიხსენოთ ეს უნდა მოსწოს ჩვენთან მოდის და ჭკუას გადა მე ამას რო აკრიტიკებ შენ გეუბნები რომ შენ არ გინდა ევროკავშირში რას ქვია ევროკავშირში არ მინდა გადაცემ კრიტიკა ყველგან არის ხო რას ქვია მე თუ რაღაცას ვაკრიტიკებ სამართლიანს არ ნიშნავს რომ ის არ მინდა ან რაღაცა პატივს არ ცნო ვიღაცას ან ასე შემდეგ ხო კრიტიკა ყველგან არის რა სულ ამას ვიმეორებ ოჯახში ძმაკაცებში რავი დადაზმა შორის სამსახურში ყველგან ეს ბუნებრივი მოცემულობა არა კრიტიკა არ ნიშნავს რომ რაღაც ადამიანს პატივს არ ცემ და მე ჩვენ როგორც გვასწავლეს კრიტიკა იყო დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტი ხო ესე გვასწავლეს ჩვენ და ნუ თუ არ გვინდა მაშინ დემოკრატიას ვებრძვით ეს გამოდის ხო აბსოლუტურად ან ფაშისტთან არის უკვე მიახლოებული ეს აი შენ რაც დაიწყე რომ განსხვავებული აზრის მოსმენა არ უნდა ადამიანს რა არა ჩვენ მაგათად ეხლა ზღუდავენ ყველაფერს შენ ხო თქვი აგერო ხო გადაცემის წინ რომ ზღუდავენ ხო რატო ზღუდავენ არა ჩვენ ხო არაფერს იშლება ვიდეოები და ხო ჩვენ ხო არაფერს არ ვიტყუებით ხო ჩვენ აზრებს ვაფიქსირებთ ჩვენი აზრი არ შეიძლება იყოს ტყუილი რომელი ფაქტებზეა დაფუძნებული ხო რომ ნარატივი მოსაზრება დააფიქსირო მაგრამ ეს მოსაზრება ვერ იქნება ტყუილი, შეიძლება ვიღაცა შენ მოსაზრებას ადაგეთახმოს, ეხლა რაღაცა ავიღოთ ხო სიტყვაზე რაღაცა რეკლამას რა გამოიცა რაღაცა გაზიანი სასმელი რის გაზიანი სასმელი ვიღაცისთვის არის შაქრიანი და ვიღაცა ნაკლებად შაქრიანი ვიღაცისთვის მეტი შაქრიანი და ჩვენ ამაზე ეს შეიძლება იყოს განსხვავებული აზრი, მაგრამ ეს რო თქვა რომ ეს არ არის გაზიანი, ეს არის ტყუილი, მაგრამ ჩვენ ხო ამას არ ვლაპარაკო. ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ეს არის გაზიანი სასმელი, მაგრამ მე როგორ ჩვენი მოსაზრებებს ვაკეთებ, ეს ჩვენი მოსაზრებები ვერ იქნება ტყუილი, არ არსებობს, გამორიცხულია და ესენი აი მე ხა უამრავ მიგდო ეგრე დამიბლოკეს რაღაცა აი უაზრო მიზეზების გამო. მაგრამ ჩვენ მაინც ცოტა აზრი გამიქცა ეხლა სადაც მივიდოდი, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გავუგზავნოთ ბრძოლა და არ უნდა დავიხიოთ უკან და სიმართლე ყოველთვის საბოლოოდ გაიმარჯვოს. აი ხა ევროკავშირი უბრალოდ რომ გადავიდეთ კარგი თემა გაიხსე. აი ჩვენს ოპოზიციურ სპექტრსა და ევრობიუროკრატიას ახასიათებს რაღაცნაირად ერთიანი ხელწერა რისი. აშკარაა რომ სოფლიო იცვლება, იქ უკვე დასავლეთში ნიღბები ჩამოიხსნეს და პირდაპირ ანუ რეალ პოლიტიკაზე გადავიდნენ, პირდაპირ გეუბნება რომ საერთაშორისო სამართალი არა, საერთაშორისო სამართალი ვარ მე, თქვა ტრამპა, როდესაც შეიჭრა ვენესუელაში და მადურო გაიტაცა და იგი ირანზე და სკოლა ესროლეს და ერთი აღიარება არ უთქვიათ რომ ბავშვები 180-მდე ბავშვი გარდაიცვალა და უკლედ პირდაპირ ძალის პოლიტიკის წინ წამოწევა მოხდა, ხო? ნათი გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ევრობიუროკრატია კიდე რაღაცნაირად ჩარჩენილია ძველ ლიბერალურ დღის წესრიგში, ტრანსფორმაციის მომენტები ჩანს, ეხლა მაგალითად ჩინეთში ბევრი ჩავიდნენ, მაკრონიც იყო, ესპანეთი ხშირად სტუმრობს და უნდათ რომ რაღაცნაირად ეკონომიკური, გეოპოლიტიკური სივრცის ათვისება მოხდეს აღმოსავლეთით, გადაარჩეს სოციალური მთავრობა კი და ნუ ხო, ბევრი ამები აქვთ, მაგრამ რიტორიკის დონეზე კიდევ იქ არიან და ეს კოლონიალისტური დამოკიდებულება, ნუ ვერ გადაიჩვიენ ამას რა საქართველოსთან და მარტო საქართველოს არ არის კაცო, ხე ბევრი სხვა ქვეყნები არის, სადაც
მსგავსი პრო და აქ ხა ჩვენ სიტყვის ის ჩვენთან ძალიან ეგზალტირებული მასების ხელში ძალიან არის დაწეული რა და ჩვენ ოპოზიციურ სპექტრზე რაც შეეხება ისევ აი მადიარის რატო არ გამოდის მადიარი საქართველოში მაგის ახსნა მინდა ჩემ მადიარის პროექტი არა რასაც ვხედავთ დღევანდელობამდე ხო კი ბატონო რატო არ გამოდის რა ამათ აქვთ ესეთი მარტივი მოცემულობა წეგან ჩვენ თქვით რომ აი ყველაფერი ქართულიო თქვენს რომ ეს გოიმობაა რა აი ყველაფერი ისაც შენს იდენტობას უნდა ახასიათებდეს ეს მახასიათებლების სახეები ისინი გახსოვთ თქვენია რომ ქართველი ვარ და რაღაცები რომ ვერ არიან რა აი ძალიან ხშირია ხოლმე დაგლეჯილი ფრაზები ილიასი და ვაჟასი და აი ვაჟას ხო დარწმუნებული ვარ შეიძლება ყველა კარგად არიცნობს მაგრამ ვაჟას იცნობენ ვაჟა რო 21 საუკუნეში ყოფილიყო ბაია პატარიას ვინმე გააჩერებდა ანუ ხო ესეთი აი გონიათ რომ მაგათი იქნება ხო ანუ ქართველი კაცი და ილია ჭავჭავაძე უმთავრესად ადრეს ნათქვამი მაქვს ესე იგი როცა ჩამოდის ხო როგორ იხსენეს 4 წელიწადს ოკუპანტთა ქვეყანაში რო სწავლობდა აქ დღეს ხო შენ როგორ დღეს 20% აქ ოკუპირებული მეგობრებო და მაშინ მთლიანი საქართველო იყო ოკუპირებული ხო წარმოიდგინეთ და იქიდან ჩამოდის და რას ამბობს კაცი რომ საშუალებები გამოიყენეთ რომ განვითარდეთ და ისწავლოთ მერე ილია ჭავჭავაძე იყო რუსეთის სათათბირო ორგანოს წევრი ანუ რუსეთის ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წევრი ლეგიტიმაცია მის ანუ დღეს ეხა ესეთი რაღაც მან ლეგიტიმაცია მისცა ოკუპაციას მაგრამ იქ როცა იყო ისეთი კანონები გააუქმა რამაც საქართველოში მათ შორის იმ გლეხებს და იმ რაღაცა სოციალურ კლასს ძალიან მარქსისტულად ვარ გამომივიდეს ხო ამოსუნთქვის სასაშუალება მისცა ანუ საქმე აკეთა და ავი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ბანკები და ანუ 1000 რაღაცა ხო და ეხა აი ეს საქმიანობა რომ ამ ქართულ პოლიტიკურ პერფორმანსზე დაფუძნებულ პოლიტიკაზე რომ შევადარო აქ საქმე არ არის აქ არის ყვირილი აქ არის რა კაცი რევოლუციას აწყობს დარაზმა მასები გამოვიდა ფლომასტერით რაღაცა მიახატა დააჭერინა და მორჩა ეს ხო ანუ ეს როგორ უნდა შევაფასო ეხა იმისთვის რომ შენ მე შენ როგორ უნდა წამოყვე კაცო მე შენ მოყვები რომ გავიმარჯვო და შენ სადა ინგლისური გაქვს და სახში მიდიხარ მაგას აკეთებ მარაზმია ხო და აი ეს არის რა და აი როგორ მომიტკი აი ჯაფარიძეზე მას კიდეც მინდოდა მეთქვა ესენ წარმოგიდგენ როგორი მანუელი დადიან დანოსებს წერენ იქ და ერთი სული აქვს და გახსოვს რომ ხელისუფლებას არ ეკუთვნის ქართულ ხალხს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ესეთ ამბებს შორის აი მართალიც რო იყო ეს ქვეყანა არის შენი რა და როგორი მართალი შენ ყოვლის ტყვანის არ უნდა იყოს შენი ქვეყანა ის შენ მაინც უნდა დაიცვა ხო აი ძალიან მარტივი მომენტი რასხად მიდიხარ იქ ვიღაცებთან რაღაც ბოდიში და ჟარგონ ჩორტების რაღაცა სათქმე ხო მოდი აქ ერთად გავარკვიოთ ერთმანეთში რა რაღაც ტყვან მართალეთო და თან ეხა რომ დაფიქრდე რა ეხა ძალიან რთულ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა ხო აი ძალიან ბეწვისხეზე გავდივართ უკვე ომი ხო რაღაც ფანტასტიკის სფერო აღარ არის ხო გადავხედოთ რა ხდება ხო გარშემო ყველგან ომი არის და აგერ სტარმერი გამოდის და ჩემი ომში ჩართვა უნდა თო თვითონ იცახის სტარმერი და ჩემი სუვერენული უფლებაა და ჩემი ქვეყნის ინტერესებს დავიცავო იცახის ბედისრონი რა არის რომ ჩვენ ეხა მაგას ვიდაქით აგერ 5 წელია და ეს რაღაცა აბუჩად გვიგდება ეხა თვითონ მიადგა ხო სტარმი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია ხო წარმოვიდგინოთ ეხა და იმას ის იძახის რომ ომში ჩართვა უნდა ჩემი ეხა გაგასაკვირია რომ ჩვენი ესეთი პატარა ქვეყანაზე ომში ჩართვა უნდა ხო და კიდე 1000 ფაქტორი აქ ნახჭევანში 270 კილომეტრია იქ გავარდა ისე რომ დრონი ჩამოვარდა ხო ეს ხო მოგონილი არ არის მაგრამ ამ საზოგადოებას მაგრამ შენ სწორედ ცოტა ხნი მაინც ბევრი მიხვდა მაგრამ არის რაღაცა დაზომბებული ნაწილი რომელიც აზრი არ აქვს იმას საუბარი იმას აი ხა ამას რო ელაპარაკე იმისთვის მაინც ეს ახმებით არიან გვარამის ხო ამას სულ ვიმეორო გვარამის თავის გადაცემაში რუსთაველზე აკნათ ახმები უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ფაქტები და ესეც მოქმედებენ თვითონ კი ბატონო ახმებით არიან და ახ და ემოციებიზე არიან და ემოციებით მართავენ ადამიანებს მაგრამ მადლობა ხომ ეს ძალიან რაღაცა ხო იყო რა ხალხი მიდიოდა ხა აქციაზე თავიდან დაიწყო ეს პროტესტი იყო რომ 30000 400000 ადამიანი დადიოდა 300000 არასდროს არ ყოფილა მაგრამ ნუ იყო რა ეხა ეს მოხდა მაგრამ ეხა ხო 50 კაცზე ჩამოვიდა რატო რომ იმიტომ რომ ხალხი მიხვდა რაშიც არის საქმე მაგრამ ეს რაღაცა დარჩა ეს რაღაცა დაზომბებული საზოგადოება რომელიც აი ამ ახმებში არიან რაც არ უნდა ელაპარაკო ფაქტებს რომ დაუდებ აი რეალურ ფაქტს ხო არ ჯერა რას გეუბნები იცი გეუბნება რომ არ მჯერა ტყუილია
ეხლა შენ როგორ წაგებულ მდგომარეობაში ხარ ადამიანი რომელიც გეუბნება არსებულ ფაქტზე ამჯერა რაღა უნდა უთხრა ხო უნდა წამოხვიდე რა და აი ეს ისინი რა ქვია ევროპაში ეხლა კიდე რა სიტუაციაა როგორ გადავხედოთ ხო აგერ მადიარი მოიგო დიდი უმრავლესობით ახლა რასიზმის სხვა საქმე მაგრამ როგორ მოიგო ხო კონსერვატიული ლოზუნგებით მოიგო ხო აგერ მაგალითად ბულგარეთში წარმოიდგინე 5 წელიწადში 8 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ბულგარეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაში 8 რატო ჩატარა 8 საპარლამენტო არჩევნები იმიტომ რომ სულ კოალიციური მართლობა იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება ვერ მიიღებოდა და სულ ერთმანეთს ჭამდნენ და წარმოიდგინე 5 წელიწადში 8 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ეხლა როგორც იქნა გაიმარჯვა როგორ ხო და უკვე პრორუსი და პუტინის ძმაკაცი და უკვე ახალი ორბანი და ესე მოიხსენიებენ ამ გადაახდა უმრავლესობა აიღო რა რაც 240 მანდატიდან 132 თუ რაღაცა გაიყვანა ანუ უმრავლესობა მიყვანა და ეხლა საუბრობ დამშვიდდება რა იქაურობა და ყოველ თვეში ერთხელ საპარლამენტო არჩევნები აღარ ჩატარდა მანდაც ანუ კონსერვატიულმა ფლანგმა გაიმარჯვა ეხლა დასავლეთ ევროპაში რო გადავიდნენ ნუ ის ფიცო გასაგე სლოკეტი ესენი გასაგებმა ეხლა დასავლეთ ევროპაში რო გადავიდეთ და რა ხდება გერმანიაში AfD არის რომ პირველ ადგილზეა რეიტინგით რომელიც ნუ ეხლა შემდეგ არჩევნები თუ არა ნუ ადრით თუ გვიან აუცილებლად ხო მათი რეიტინგი ზარდია და ეს შოლცების და ამათი ესენი მინუსებში მიდიან და მინუსებში და ბრიტანეთი როა იყო ბრიტანეთში ისტორია ესეთ რაღაც არასდროს არ მოხდა სულ ორი პარტია იყო ხო კონსერვატიული ლეიბორისტები ხო სხვა პარტია არასდროს არ არსებობდა ანუ პარლამენტში ვერავინ ვერც ახლოვდება ეხლა აგერ გამოვიდა ნაიჯელ ფარაჯია რომელიც პირველ ადგილზე გავიდა ძალიან ბევრი ქალაქები მერიის არჩევნები მოიგო ძალიან ბევრი პარტია პირველ ადგილზე იყო და რეიტინგში ხარი პირველ ადგილზე აგერ ლეპენს ასუშვებია დემოკრატია ხო საფრანგეთში ხო ნუ იდეაში ხო ხა აკვანია ხო და მაქედან დაიწყო ხო დემოკრატია რევოლუცია და საფრანგეთი ხო ყველაფერი წარმოიდგინე ხალხს აი შეიძლება რაღაცა დააჩვენა რასე დავებია დედობითი რაღაცა ისულეს ევროპარლამენტში რაღაცა კოტები დანიშნა რაღაცა ნუ ძალიან პრიმიტიული რაღაცას ეს დანაშაულის რო იყოს 5 წელი აუგზალეს არჩევნებში მონაწილეობა რატო თან როგორ პირველ ადგილზეა იცი რომ მეორე და მესამე რო შეაჯამო ჯამში იმაზე წინ არის ისე უსწრებს და წარმოიდგინე აუგზალეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აი ძალიან პრიმიტიული მიზეზის გამო და მან ლეპენია მოკლედ ხალე 2027-ში არჩევნებია ლეპენი თუ არა ბარდელა არის მაგის ახალგაზრდაჭია რომელიც ის მიიღებს აუცილებლად ისგან მაკრონს როგორ მინუსებში არის მაგის რეიტინგი აი მინუსებში მიდის ანუ მე ის თქმა მინდო რომ ეს კონსერვატიზმი უკვე ანუ ეს ლიბერალიზმის დასასრულია და კონსერვატიზმი წინა ფლანზე მოდის რა თქმა უნდა ეს არის ძალიან რთული პროცესი ამ ლიბერალიზმის სეგმენტაზები გადმული ხა ევროპაში ესე მარტივად ხა ერთი არჩევნებით ვერ მოხდება და სულ ხარ დაკვირვებს სულ მიდის ჩეხვა აი ლეპენის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებში ჩატარდა ლეპენი პირველ ადგილზე გავიდა და მეორეზე გავიდა სოციალისტები მელანშონის პარტია მეგონი თორცდები ან სახელშება მეშლება და მესამეზე მაკრონი გავიდა. დამათმა რა ქნეს, იცი? იქ მაჟორიტარული სისტემა, მაჟორიტარული მსგავსი სისტემა არის და ან რას გვიწევს სოციალისტი და მემარჯვენე კოალიცია შექმნა ლეპენის ერთ ლეპენის ახლა. და მაგით შეინარჩუნეს. მაგით და ეხლა მაგიტო არის რომ კრიზისია და 3 წელიწადში თუ რამოდენიმე წელიწადში მეხუთე თუ მეშვიდე თუ მერვე პრემიერ-მინისტრი შეცვალეს. ანუ წარმოგიდგენთ როგორი მიუღებელი არის ეს ანუ მეინსტრიმული იქნებით გამოძა როგორი მიუღებელია ესეთი საზოგადოება რომ სოციალისტი და კაპიტალისტი რო გაერთიანდნენ ეხლა შენ ამორჩევს მე რასე ლაპარაკი მან არ არის რასე ეუბნე ღირებულებები ხო და მაგას გეუბნები გაქრა ხო გაქრა მან არის აბსოლუტურად სხვა ბრძოლა გაქრა ხო ყველაფერი ხო აბა ეხლა როგორ ვერ გავიგე და ყველა ეს კი არა ეპშტეინის სკანდალი იყო და მონარქის ძმაზეა საუბარი და დაიჭირეს გამოუშვეს თითქოს არაფერი ხო თითქოს არა ეხლა წარმოგიდგენიათ აბა ჩვენთან მოხდარება ჩვენთან, კაი, ჩვენ არ რუსეთში, ჩინეთში შეიძლება საღვთო ომი გამოეცხადება. ხა ტრამპი ხო გამოაცხადა საღვთო ომი, ყოველდღე რაღაცა რელიგიური ტექსტებით გვესაუბრება და პიტჰექსეს რო უსხმო შეგეშინდება ეს. ესეთი ალბათ ის არის რა, ჯვაროსნული ის გონია. ეგ მანდა არის, კი, მაგაშია, კი. ბალოინია და თავი გონია, ის რა ქვია. ზეციური საინფოს პერსონაჟია, გვეცნება. ძალიან საფათოა, ხო, აი და ეს ახლა ძალიან კარგი წამოწია კონსერვატიზმის გაძლიერება, იმიტომ რომ ხა ლიბერალიზმის იქით სხვა წინააღმდეგობრივი თან ზოგადად ესია, ხო? გლობალისტებს ებრძვია ნაციონალისტები და ასე შემდეგ. ანუ ანტაგონისტური ცნება ასე რო თქვა, თან ღირებულებით დონეზე კონსერვატიზმი. და ბევრმა დაიწყო და რეალობა თუ დემოკრატიაზე და ევროკავშირის მომავალზე ვსაუბრობთ, აგერ ჩვენ თქვით რომ მომავალი ასაც უყურებთ დინამიკაში იმათია, ვისაც
დღეს ჩვენ პრორუსებს ვეძახით რა. ხო, კი. ანუ რისაც დღეს ჩვენ რა, ანუ ესენი პრორუსებს ეძახიან. ჩვენ პრორუსები. ხო, ჩვენც ხო პრორუსები ერთად დამიწერა მაგარი კომენტარი, რომ ამასო რა უნდა უსმინო ისიც რუსიაო გვარადო რა. ხო, ანუ ეს ძალიან ესეც. გადაწყვიტა, ხო? დაამთავრა რა. ხო და ვისაც პრორუსებს ეძახიან, იმათია უმალ, ანუ და თან ცუდი რატო არის პროპაგანდაში მათივე განაწყვეტილება. პრორუსები თუ გამოდის რომ ტიპი რომელიც თავის ქვეყანისთვის ფიქრობს, რუნავს და ჯანსაღირებულებებს, ხო არა ხა შეუცდომელი არავინ არ არის, მაგრამ აი რაღაც ფუნდამენტური ჯანსაღირებულებებს იცავს, იმას დაარქვი, ტრისახე ააკარი რა, თან და ეძახე პრორუსი და ამით პირიქით სხვა რამეს აკეთებ, კაცო. ამით შენ რუსეთს თვითონ შეუქმნეს იმიჯი, რასაც მე პუტინი აქტიურად იყენებდა. მაგრა კი. იყენებდა ამას და გახდა კონსერვატიული სახელმწიფოს ლიდერი. უკრაინაში რო გაიჭედა ომში, ეხლა ცოტა მანდარი ამბავი თორე. იქ რო წარმატება მაშინათვე დაედო, ამის იმიჯი კიდე უფრო წინ წაიწევდა და თვითონ შექმნეს რა ეს პარადიგმა, ესე რო ვთქვა და ჩვენთანაც ევროპაში დაიწყო კიდევ რამოდენიმე პოლიტიკოსმა გადაკონსერვატორება ცდილობა, იმიტომ რომ დინამიკა ნახეს ახლა. ხო, მადიარი ეგ არის მეგონი. ხო, მადიარი სავარაუდოდ ეგ არის, გამოჩნდება ახლა. ცოლს რო უჩივის ის კონსერვატორი ვერ იქნება, ხო? არ გამოდის, არ ჯდება მენტალობაში, არ აცდენა. თან სამი შვილი და თანაცხოვრებაში. აი, გაშორებული იყო მაინც როგორ უნდა ქნეგეთ, მაგრამ თანაცხოვრებაში სამი შვილი რო არ მოსულა. არ მოსულა. დილად რო თქვა რა. არც მისი იმიჯი არ მეკონსერვატორება, მე სიმართლე გითხრა, უფრო რაღაცა თინეიჯერების, აი 90-იან წლებში თინეიჯერულ ფილმები რო იყო და იქ აპრეშეთ, რაღაც ეგეთი ტიპი. თვითონ ევროპა კონსერვატორად მიიჩნევს რა, ამ რიტორიკით გვესაუბრებო, მაგიტომაც მოიგო ხარჩენ. კი, გასაგებია, ხო და. ამ ხალხის ბოდიშოკა და ხალხის განწყობები აშკარა უნგრეთში როგორია და მთელ ევროპაში რა ეხლა. იმიტომ აქაც დაიწყეს ცდილობები ქონდათ რამოდენიმე პოლიტიკოს რაღაცა რელიგიას შეეხო და მაგრამ ის ბოკუჩაო ხო გამოვიდა და ხო მაგის მომიდოდა რაღაცა ვითომ აი შეეხო და მე ვერ შეეხო რა იმიტომ რომ არაბუნებრივი იყო ვამპირები რომ მიდიან და უცებ ნიორი რო კიდია და რო ვეღარ მიდიან აი ეგეთი ამბავი იყო ჯვარი და ტესტი მაგისი რა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნუ ჯერ ეხა მაგის ტესტი რა იყო ჩვენს საზოგადოებაში ნუ ჯერ უდიდესი ტრაგედია იყო ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება მაგრამ ამან ბევრი რამე აჩვენა მათ შორის პოლიტიკურ ველზეც აჩვენა ის თუ სად გას ქართველი ერი ეს ხო ის არ იყო რაღაცა აბა არავინ არ იყო და ჩამოყრილი ავტობუსებითო ასე შემდეგ არა ხალხი იყო აი ისეთი ამბავი ხდებოდა დედაქალაქში თელ ფართობზე ყველა ქუჩაში იყო რაღაც ისეთი ჭირდა გადაადგილება მაგრამ ვერ დაინახავდე შენ იმას რომ აქ რაღაცა ჭუბები და სიგნალები და რა ყველა რაღაცა შინაგან წუხრში მიდიოდა და თავს და ბავშვები, ახალგაზრდები ძალიან ბევრი. მოხუცები ქართველებს როგორ არ გვიყვარს. კი, არ გვიყვარს, ვერ ვიტანთ და სიგნალი ძალიან წესიერად, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი შანსი იმისა, რომ უკანასკნელად მის სიცოცხლეში პატივი მიგვეგო იმ 8 წლისთვის რა 8 წლის დატოვა ჩვენს საზოგადოებაში და ეს იყო ტესტი. იქაც ხომ გახსოვს რა ხდებოდა. რო ჩირკის პროცესის რო ჩირკი მოეწყოთ აქედან იქიდან ვერ მოახერხეს და მაშინ ეგ თქვა რა ზურა ჯაფარიძემ ალალად და ღიად რომ არ გამოვა რა ჩვენგან ეგ ამბავი რა ფაქტია ეგაც იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ამ ხალხმა ააშენეს აბსოლუტურად სხვა ტიპის ქართველი და ერთადერთი მახასიათებელი მათი პროფესია პატრიოტისა მათ პატრიოტი შექმნეს არა ორგანული არამედ პროფესიული ეს იყო ერთ-ერთი მახასიათებელი შეუნა იყო მტერი რუსეთის ანუ ეს ამას ახლა თავისი ვიზუალიზაცია აქვს რომ უნდა დაწერო Facebook-ზე რომ 20% ოკუპირებული გაქვს ანტისაოკუპაციო წინდები უნდა გქონდეს უნდა იყო ნამყოფი ხაზზე იქ და უნდა გქონდეს ფოტო გადაღებული ანუ რაღაცა და ესეთი და სადაც რუსების კომენტარებია უნდა შევარდეთ და აგინო და დაუწერო აფხაზეთის სამოჩაბლო საქართველოა დამთავრდა ამას ვაკეთებ ხო ამ და შეხა ქართველი ხო თუ ამის იქით კიდე რაღაცებს აკეთებ მაგალითად ფაქტ ჩეკერობ და იძახი რომ აი ამან როგორც საბჭოთა კავშირში იყო ხო აი ეს პარტიას თუც უკეთებს ხო საბჭოთა კავშირში
ფაქტ-ჩეკერი რა არის? აი, ამან ახი რა თქვა ამაზე? ამას ვაკეთებ კიდე უფრო მეტად ქართველი ხარ. დანარჩენი ყველაფერი რომ ჩარეცხეს თვითონ. ეხლა ძნელია რა, შენი ნამოღვაწარი გადადო და თან როგორი საზოგადოებაა. შენ იქ თუ ფეხი თვითონ გადაუბრუნდათ, თავიანთი მრევლი გაწირავს ეგრევე და დაკარგავს იმას რაც აქვს რა. და მე მეკითხები ახლა მეგობრები მყავს რომ აი გავიგე რა, ახლა ამათ რო აგინებ გასაგებია პრობლემები არ არის ძმაო? და როგორ არ არის? და პრობლემაზე მე რო ვილაპარაკო, ეს რომ მიხდება. ეგ რაღა დროისაა ვერ ხედავ ქვეყანა გვეღუპება. ბუსეთში მიგვაქანებენ, შელიამბისკში უნდა გავიღვიძოთ. და ვეღარ ვლაპარაკობ და გეუბნები რომ ეს ბლეფაობს. ეს აფერისტია, დრომი აქვს. ეს უნდა ჩაირიეს ხო ესენი. ზუსტად მის მაგას ვლაპარაკობ ყოველთვის რა. ერთი პატრიარქზე მინდა ორი სიტუთხა, მაგან მართლა აჩვენა, აი ვინ არის ქართველი ხალხი. ოღონდ იმ აქ გარდაგზავაზე მარტო ოცნების ხალხი კი არ იყო. უამრავი ადამიანი იყო, რომელსაც ხო რა, ან მთელი საქართველო იყო იქ გამოსული, რომელსაც ქართველის ნამაში ვაში გულზე არ ეხატება, მაგრამ ქართველია. მიხვდები, აი მთელი ერი ვიყავი, ან ერი როგორი არის, აქ გამოჩნდა ნათლად. მარტო დაგზავნის დღეს 1,5 ადამიანი იყო. მე 10 საათი ვიდექი რიგში. ეხლა წელი ყველაფერი მყიოდა, მაგრამ ნუ აი ვიდექი რა, მაგრამ ეს და ზოგი მეროდ მეტი იდგა და ეს არაფერი არ არის იმას იმ ღვაწლს შედარი, რაც პატრიარქი ჩვენ ქვეყნისა გაკეთებული. უდიდესი ღვაწლი აქვს. და ეს აი მართლა დაჩვენა რომ ვინ არის ქართველი ხალხი და ჩვენ რო ვერ მოგვერევიან ეს ამით კიდე დადასტურდა. მე ხა წარმოიდგინე აი ესენი როგორ არიან აქ რომ აი უამრავი პრობლემა ჩვენ ქვეყანაში. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ძალიან ბევრი პრობლემა არის. მაგრამ დღის წესრიგი მთელი საინფორმაციო ანუ ეს ნიუსები მიაქვს ამ საზოგადოებას. მე ვიღაცას რო ვეუბნები ისა კი ბევრი პრობლემა არა. მე ხა მაგათაც რო დავიწყო პრობლემებზე საუბარი და მე ვიდა ხელსფაში ვინ უნდა მოვიდეს. სიტყვას დავიწყე და და რაღაცა და რა ალტერნატივა ვინ არის რომ ესენი მოვიდნენ? ანუ ამ ხელისუფლებამ რაც არ უნდა ცუდი გააკეთოს, მე ყოველთვის ამათ ავირჩევ ამათთან შედარებით. ანუ ეს ახლა ოპოზიცია არ უნდა არსებობდეს. თავარი მტერი არის ეს ოპოზიცია. ეს ოპოზიცია დღის წესრიგ გაქრება, ეხლა ხო არის არჩელი შეიტანის, ეხლა გადმოვადა, მაგრამ იმედია მივიდა ეს საბოლოოდ ამათ ანუ არჩევნებში ხმის ანუ ვაში მონაწილეობის უფლება აეგზალებათ. მე კი ბატონო, მე რაღაც ბუნებრივად გამოჩნდება რაღაც ახალ და მე წავა ქვეყნის პრობლემებზე საუბარი. ოღონდ ეს ჩვეულებრივი საუბარი იქნება, კონსტრუქციული საუბარი იქნება და ეს პრობლემის გადაჭრის გზებზე იქნება დებატები მაგალითად. აი ირანს აქვს ამას უგონო ძალიან კაი სისტემა ესეთი. რომ მაგალითად ქვეყნის იდეოლოგიის საწინააღმდეგო პარტიებს აკრძალული აქვს თავში არჩევნებში მონაწილეობის საერთოდ აღჭრინა მონაწილეობის უფლება. ეხლა იქ სამი კოალიციური პარტია იმაში რა ქვია პარლამენტში ქალები წავთ სხვათა შორის 14 ქალი არის 290 დეპუტატი და ქალებს უფრო ეს კიდე სხვა თემა. მოკლედ ანუ და იქ არის პარტია იქ ოღონდ ლიბერალებიც არიან ირანის ანუ ხელისუფლება მაგათ ეჯეშკიანი ლიბერალად ითვლება. ოღონდ ეს სულხუნო ეს არის იმას იქ პრაიდის ჩატარებას ითხოვს ეგეთ ლიბერალები არ არიან ისინი თქო ამერიკასთან რაღაცა ურთიერთობები დაალგონ საქციები მოეხსნა დიპლომატურად აღადგინონ და არის იქ რუსეთის ფლანგი და იქ შიგნით მოკლედ მიდის სერიოზული დებატები და აი ახლა აღმოსავლეთში თუ დემოკრატიულია ირანია. აბა რა და უნიკალური სისტემა შექმნეს რომელიც გავსი ანალოგი არ არსებობს დედამიწაზე რას და აგერ ვნახეთ როგორი ძლიერი სისტემა აქვს რომ რას უშვებენ და ვერ მოშალეს ხო სისტემა რაც ქონდათ გათვლა იდეაში. აი მოკლედ აი ესეთი სისტემა მსგავსი ეს რაღაცა ევროკავშირი და ეს მათ კოჩი გაგორებები გასაგებია მაგრამ ნუ აგერ ფაქტი არის რომ აგერ ხელშიც გამოდის და პირდაპირ ომით გვემ სამოქალაქო ომით გვემუქრება რა უფლება აქვს. ანუ უნდა მოხდე დაიბარო და უნდა გაუშვა რა სახში რა. ეხა ეგრე არის რა ეხა რა უფლება აქვს. ყველა თავმოყარე სახელმწიფოში ეს გასაგები დიპლომატია ისინი ხო მესმის მაგრამ ეხა ეს ძალიან თბილად თქვა ძალიან ზედმეტია რა უფლება აქვს რა სამოქალაქო და რა სიბნელეზე გველაპარაკები შემართა ბნელო რა არ მოსულა რა ეს რა და აქეთ კიდე ეს მომენტები არის და უნდა რაღაცა იცი როგორ არის ნელა მივდივართ მივთარდებით მაგრამ ვუქსაუთ რა ერთად გვაბუქსავებენ ესენი აი ეს ოპოზიციური საზოგადოება ეს უნდა გაქრნენ ან Facebook-ებზე წერონ სტატუსები და რას უნდა ის გააკეთონ ყველაფერი მაგრამ პოლიტიკის კეთება უნდა აეგზალო და არჩევნებში მონაწილეობის უფლება აი ეს იქნება გამოსავალი რამდენად შეიძლება იყოს სამართლიანი არა სამართლიანი რატო აი ხა კაცო არა აქ სარჩელი ხო შეიტანა ხალხთმოცნება სამკუთხედის სასამართლოში აგზავს და ეხლა კიდე რაღაც ფედერალისტები დაამატეს და რაღაცა და ანუ არა ეს ძალიან მარტივია ნიუნბერგის პროცესი პარლამენტში შეიდეს რა ქვია კომისია რო იყო წულუკიანის ეს ყოლა ხო არ იყო ეს ხო ანუ ეს ხო სამართლო მოქცევა არა ეს დემოკრატიის ნაწილიც არის ანუ თუ დემოკრატიულად შევხედავ და ბოლომდე რაღაცა ძალიან დასავლეთის
ხო, გადმოვალთ, იქაც შესაძლებელია ეს. აგერ აი დემოკრატიული გერმანია უსამართლო, მაგრამ AfD-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცდილობდნენ რომ გამოეცხადებინათ. აი დემოკრატია პრაქტიკა არის მაგის უამრავი, მაგრამ შიდა გასაგებია. მე უბრალოდ რას ვამბობ ხა ამ შემთხვევაში. თუნდაც ეგ პროცესი რომ ესე წარიმართოს რომ იქ მონაწილეობა აეკრძალოს ამ პარტიებს, სხვა პარტიები შეიქმნება რა. არა, ნახეთ პიროვნებებს უნდა ამ პარტიას თავის პიროვნებებთან ერთად. აქ ოპიუმი პიროვნებაში არ არის მარტო ეს აზროვნების ოპიუმია რა. ანუ აი ამათი წავა რა დაუშვათ ერთი პიროვნება სახელგვარს არ ვიტყვი მოვა მეორე ეგეთი თან გამოზრდილი ყავთ ეხლა და ნუ ეს სია უნდა წერო რა გასაგებია ეთერებს რომ აუგზალავ ამაც ვარ დასვამ დებატებზე და საერთოდ რომ გააქროფ გამოჩნდებიან მაგრამ აგერ ორბანთან რაც არის ეს მოხდება ბარიერსაც ვერ გადალახავენ ხო და უყურე მე ის თქვა მინდა მე ზოგადად არ ვემხრობი ხოლმე აკრძალვას ვემხრობი გაძლიერებას ენერგია დაიხარჯოს აკრძალვაში მირჩევანი ენერგია დაიხარჯოს იმის შენებაში რომ შეიქმნას რაღაცა ახალი ანუ სახელმწიფომ დაუჭიროს მხარი მართლა საზოგადოებრივ პროცესებს აი მაგალითად როდესაც NGO-ებზე იყო საუბარი ხო გახსოვს და როდესაც გაუქმდა კი არ გაუქმდა რაც უბრალოდ სია შეიქმნას რაღაცა აგენტების და ასე შემდეგ რომ დარეგისტრირდა მოკლედ ფარას ანალოგიურ კანონზე მაქვს საუბარი ხო რუსულ კანონზე სადაც დაიწყო მთელი მერე ეს კამპანია ზოცა მე ამას სამეგობრო წრეში განვიხილავდი, ამოვდი რომ ვემხრობი და თან არ ვემხრობ. ვემხრობი იმიტომ რომ ეს გასაკეთებელია და რა თქმა უნდა ეხა ჩვენ არ ვიცით რომ ვინ რაში ხარ ჯერ უნდა ვიცოდე მართლა რამდენი იხარჯება, მაგრამ მე ხო ისედაც ვიცით ეხა საიდან არის ეხა ვინც ამ საზოგადოებრივ სფეროებში NGO-ებთან კავშირი ქონია, ვიცით მათ როგორ ხდებოდა ყოველთვის და რაში უნდა ხარჯებოდა. ხო. მაგრამ რატო არ ვეთანხმებოდი? იმიტომ რომ არ სიცარიერას როგორც კი ქმნი, ის უნდა შეავსო რაღაცით რა. და ვერ ხედავდი ამ ინსტრუმენტს, რაც ამ სიცარიერას შეავსო. ეხლაც ვერ ხედავ. ხშირად არის ხოლმე რომ ისე რა ქვია, არსიცულა ხელისუფლება. მე ჩემი აზრით ოცნებაში თვითონ ოცნებაში შეიცვალა რამოდენიმეჯერ ხელისუფლება. იდეოლოგიურად ეხა რომ გადახედო ამათ მართლობის პროცესს დეკადებია ხო ეხა ის კანონია ანტიდისკრიმინაციული მე არ მიმიღია და ბევრი ასე შემდეგ ეხლა რა მოკლედ ეს კი კაცო პირიქით თუნდაც ლეგალიზაციაზე ბოლო 4-5 წელია არიან ესე კონსერვატივი დანარჩენი ყველაზე ლიბერალი ხელისუფლება იყო მიშაზე ლიბერალები იყვნენ მე დაგითხრა ხო ლიბერალი და როშე ლიბერალი თორე ეხლა მიშა ლიბერალი კი არა, ხო ის ნაცისტი იყო სხვა მოცემულობა. რატო არ ვეთანხმებოდი, რომ არ შეიქმნა რაღაც ალტერნატივა. გამოცხადა რაღაც გრანტიზე საუბარი, თუმცა ეს გრანტი გაჩერდა. მე მქონდა შეტანილი რაღაცები და გაჩერდა საერთოდ. ხო, ანუ ეხლა ის თქვა. პირველ რას მიკროგრანტები რაღაცა ნაწილი დაფინანსდა და მერე გაჩერდა. როგორც კი რაღაცას კრძალავ მაშინ უნდა შექმნა რაღაცას უნდა შეუწყო ხელი რა და ეს არის სერიოზული თუ აი ხო ლაპარაკობთ პრობლემაზე და შეიძლება ვიათვიზე არ იყოს ძალიან სერიოზული პრობლემაა ჩემთვის იმიტომ რომ საზოგადოების აი მე შენ ჩვენს აი მეგობრებს აი გარდა იმისა რომ ეხა აქ შევიკრიბეთ რაღაცა პატარა ოთახში და ვწერთ ამ გადაცემას ინსტრუმენტები არ გვაქვს იმისი რომ ჩავერთოთ საზოგადოებრივ შენების პროცესში არ უნდა წავიდე ხა მივაკითხო იმათ და ავიღო გრანტი იმაში პირობითად რომ მე ვიყვი რომ ეს რუსული კანონია ან უნდა დაურეკო ჩემს მეგობარ ხა ლუკას რომ მოდი ძმაო ხო გა კამერები ჩავწერო და ვილაპარაკოთ და ამაში დავხარჯო ჩემი ენერგია ხო სახში კი წავიდე ხა გუშინ ჩემი პატარა გახდა 1 წლის და ვულოცავ აქედან ხო მერთხა ჯანთელი სახში კი წავიდე და იმას კი ავითამაშო მოვიდე და ეს ვილაპარაკო ამას სჭირდება დიდი რესურსი, ამას სჭირდება ენერგია. მე აქ არ ვიძახე იმაზე, რომ რაღაცა სახელმწიფო როცა ამ გზას ივირჩევ მე, რომ მოდი აი ამ გეოპოლიტიკური ბრძოლის პატარა მოდელი აქ გადმოვიტანო და დაუპირისპირდი ამ მანკიერ აზროვნების პარადიგმას, რომელიც ცხების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილია, სადაც აი საქართველოს წარმოდგენილი კი არ იყო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, არამედ პერიფერიად, რომელსაც უნდა შეეჩერებინა რუსული აგრესია, პირობითა და შეიქმნა დისკომფორტი.
გარდა ამისა რეგიონულ ჭრილში და ტრანსეკონომიკურ ჭრილში ის სავაჭრო რეგიონებში სადაც ვერ მართავდა დასავლური იმპერია, მაშინ ყოფილიყო კონტროლებადი ქაოსი. და ასე შემდეგ ეხლა მაგაზე სხვა გადაცემებშიც ბევრჯერ გვაქვს მე შენს და ალბათ ყველა ადამიანს ვინც სპეციფიკურია დაინტერესებული ნასაუბრები. ხო და ამას როცა უპირისპირდები, უნდა შექმნა ამისი შესაბამისი ინსტრუმენტები ან შეუწყო ხელი ამ პროცესს რა და მეორე მხრივ ეგეც ისტერია ეხლა ძივარ და აგერ ჩვენ ვცდილობთ რაღაცა თქვა და უყურებ, აბა ეს იმას დაიჭერს, ამაზე თუ არ დაიჭერს, გააუქმებს თუ არ გააუქმებს. მე არ ვრჩება სივრცე, რომ ერთის რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს სწორად, მე ვერ ხვდები კაცო ეხლა შენ რაღაცა მანქანების ის რომ და დამიწესი ეს აქციზი, ამიხსენი რა, რეალობაში ეს რას ემსახურება. მე ამით დრო ფუჭად იხარჯება რა. ვერ გებულობ რა, გინდა განათლების რეფორმაში კითხვა დავსვი ერთხი რომ მეთქი ხომ არ ჯობდა რომ ჯერ გვესაუბრა და მე გავიკეთებინა, ვიდრე გავაკეთეთ და მე დაუძახეთ ხალხს. აქ კიდე სხვა შეიძლება ამ მომენტები იყოს იმისი რომ მოდი რა ამით ოპოზიციას დავიჯიდოთ დებატებზე, ესეც შეიძლება პოლიტიკური სვლაყოფილიყო. და თან ისეთი რომ ხო მე უკვე მაქვს რა მზა პროექტი და შენ არ იცი და ნუ ამაში უპირატესობა ქონდა. ნუ არ ვიცი. ბევრ სოციალური საკითხები. ეხლა აქ აქციებია ხო ბავშვებს საკმაოდ ემოციური მომენტებია რა და მე მინდა რომ ამ ხალხს ვისაუბრო რატო არ გამოინახება იქთან ხან თუ გამოინახება როგორ გამოინახება. არ მინდა ეს საგიჟეთი რა ამ სასაგიჟეთში გავიზარდე. წელია მიშაზე საუბრო. ხო, დღეს მიშა გამოვიდა და არ გცხვენია თუ ეს ნაგლი ეს გარგეჟენ 15 წელი ჩემზე საუბრობთ. და როგორ სიამოვნებს. ხო. არა ეს ხო და მაგიტო ვიძახი ესენი უნდა გაქრენ პოლიტიკური ველიდან რა. ანუ ესენი არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკის კეთება. მე მესმის შენი პოზიციის რასაც ვიძახი, მაგრამ აი 15 წელი აგერ უყურებთ ერთ და იგივე ვკეპნით, ხო? და რეალურ პრობლემებზე საუბარი არ მიდის. არ არის. დებატებზეც ახლა ვინზის იაგო ხვიჩია. ეს რა ქვია ვიღაცა ყოფილი კიდე გირჩელი ვიღაცა რომ გასაბერ ეკლესიებს გავყირა $3000 $3000 გჭირდება ეს გასაბერ ეკლესია გავყირა. უბოლაძე. ხო, არ მახსოვს გვარი, მაგრამ ნუ ეხა ეგზის ყოველდღე დებატებში უძვის, ეგ ყველგან ეგზის. აი კიდე საუბრობენ მაინც ხალხი ზოგი ისეთი მიდის საერთოდ საუბრობს. არა, ხო, მას რაღაცას საუბრობენ ას, ანუ რაღაცას მაინც არა, მესმის. აზრი მაინც მოაქვს რა. არა, ხო, მაგრამ ნუ აი ესენ ძალიან მამნებლები არიან ჩვენ და აი არ იქასო რო შეხედავ საუბარს არ მიდის რა, რეალ პრობლემებზე საუბარ. ხო, რაღაცა შოუ რა, გვარამია რომ აქმებით რო და ფქვილს რო იყრიდა სახეში და იქ წყალში რო შედიოდა და რაღაცა აი ეს წერს რეიტინგს. გვარამი საქმე გაირას თქვენ ბოდიში. ბიძინა აფინანსებდაო ტრამპის ტემპი რო შევარდნენ იქ. კი, გაცა. ბიძინა აფინანსებდაო ტრამპსო. კუშნერის მეშვეობითო. კუშნერის მეშვეობითო. და აი ეს რომ მე ხდება პოლიტიკოსი და შავან კოსტუმით რო ჩადის სენატს ტორებს რო ხდება. ანუ ჯერ იქ რა ვიცი იმათი უშიშროებას ხო არის კი არა იმათი არის თუ არის ხო? ეთი კაპ არ გამუკეთეს? რა ეს დიალოგიო? ხო და ეხა ეს მიდის რა ისევ. აი ეხა რაღაცა აი კოჰაბიტაციის რაღაცა ახალი ტალღა იწყება მე მგონი რა ეხა ისევ მიდის ამათა ეს რაღაცა ალიანსები რო შეიქმნა ახალი. რაჯერა ახალი რა და რა ახალი სახეები რავი რა როდის დაშეხარ ჯერ ერთად და ერთმანეთს რო აი საშინა შეურაცხყოფა ნაცები შევიდა ნაცები ერთიანდებიან ეგ ამ მთელი პროცესი ტოქსიკური წვილი რა ერთმანეთს გარშე ვარ შეუულიათ რო ჩხუბობენ აი ეგეთი ტიპები არის ამაში დრო იკარგება აი ხა ჩვენ აგერ საუბრობთ ერთი კიდევ მაგაზე ხო ნახე გადაცემს რაღაცა 50% მაგადაუთმეთ ხო არ ესენი არ არსებობდნენ პოლიტიკურ ველზე ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებდით და რაღაც სხვა რაღაცებზე ვისაუბრებით. უამრავი სხვა საინტერესო თემა არის სალაპარაკო ჩვენ ქვეყანაში. სოფლიოში რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში დროს სხვა რაღაცას დაუთმოდით, რაღაცა პრობლემაზე. ხო, ნაპრალ კონსტრუქციულად ვისაუბრებდით და რაღაცა ჩვენ აზრებს გამოთქვამდით, როგორ გადავჭერთ მაგალითად ეს პრობლემა. შეიძლება არ დამეთახონ და რაღაცა ხო ხდები, მივიდოდით რაღაც საერთო აზრებზე, რაღაცა ხელისუფლებას ხო ხდები ხა დებატებში რო დაждდებიან ჩვენ თუ არა იქ ვიღაცა ხალხი დაждდება ხო ისეთ ვინც იცის და ამაზე წავა რა რაღაცა რეალურ პრობლემებზე წავა საუბარი და არა რაღაცა მოგონილი სააკაშო და მელია დაგახსოვს მელია დაიჭირეს გამოუშვეს გირავ გადაუხადეს ამე ივსება რა საინფორმაციო ველი ამით და მე იქ შენ რეალ აი როგორ აიცი აი
ხალხი როგორ ჩვენთან ქართველები როგორ ხალხი თავმოყარი ხალხი ვართ რა ჩვენ გარეთ გავდივართ ხოლმე როგორც ჩვენ ღირსებას შეეხებიან ჩვენ იქ ფასი გაძვირდა ბენზინის და პური გახდა 5 ლარი ამაზე ქართველი არ გადის თავმოყარი რაღაც ერიდება რა ეხლა გერმანიაში 20 თეთრით გაძვირდა რაღაცა ბენზინი და იმდენი აქცია მოწყეს კიდე რაც ფასი იყო იმაზე ნაკლები და რამდენიმე წლის წინ იყო რაღაცა ვიდეოების იდეოდა მაგას ჩვენ არა ვართ ეს ხალხი. თუმცა დღის წესები რო ესეთი არის, ის რეალურ პრობლემებზე საუბარი რო ილაპარაკო, უბრალოდ წყლის ნაყვა, მიხვდი, აი ჯერ ბევრი ხალხი ვერც ნახავს და მე უბრალოდ უინტერესო არის. უინტერესო გვარამია, ინტერესია რომ გვარამია წყალში შევიდეს და იქ ქვილი შეიყაროს და იქ რაღაცა ხო ხდები. ეგრე მაგარი გადაცემა წყალში ხო. ხო რა, იქ რაღაც აი ეგ უფრო რეიტინგს ექცევს, მაგრამ შენ რო დაждე ხა მე და შიდა ვისაუბროთ, როგორი ღრმა ანალიზით არ უნდა გავაკეთო და როგორ მაგრადაც არ უნდა ვისაუბროთ, იმას უბრალოდ ნახო არ იქნება, იმიტომ რომ არ არის ამის ინტერესი. მაგრამ აი ესენი რო არ არსებობდეს, ეს ინტერესი გაჩნდება. ამაზე ან ბუნებრივი მოთხოვნილება იქნება ადამიანის ეს. და ეხა ჩვენი ამ შემთხვევაში ეხა ორივეს თავარი აზრი რა არის, რომ იმისთვის ხალხო რომ აი მადიარი უმეტი წყალი გადმოგსხმოდეს, ანუ ოღონდ აი თქვენი საუკეთესო გაგებით და ჩვენი საუკეთესო გაგებით რომ ჩემენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობა რეალურად დავიწყოთ. ამისთვის არის აუცილებელი რომ ეს ისტერიული ბაბლი ჩამოშორდეს პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს არის მნიშვნელოვანი და ხალხი რომელიც ესე იგი ფორმას იწმევს, დგება ტელევიზიებს ეძახის, პროცესი როგორ არის ხა რა, სიუჟეტის კეთება ხა. როგორ ვინც იცის და ვინც არ იცის იმათვის ხო მიახლოვებით ურეკავს ჟურნალისტებს, მოვყავს ჟურნალისტები, ფორმები ჩაიცვეს, დადგნენ და თქვენს რომ გაგვიშვით უკრაინაში ომი გვინდა. ანუ რა სისულელია კაცო. მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც მართლა აი შინაგანად წამდა და ჯეროდა ამ ომის, ჩვეულებრივად პოლონეთში მიდიხარ და გადადიხარ იქ და ომობ რა. ვის რა ეთერი. რა ეთერი, რის ეთერი კაცო, რა ის და ამით შექმნილი პატრიოტული ბუშტი არ არის მყარი რა, ვერ იქნება რა თქმა უნდა და ხალხიც ხო უყურებს ეხა რა აი ამ ცირკს რა და იმისთვის თუ გინდათ რომ ეს უგეთის წყალი გადმოგვესხა საუკეთესო გაგებით შენ იდენტობაზე უარი კი უნდა თქვა პირიქით რა შენი იდენტობა უნდა გააძლიერო და შენი იდენტობაზე დაფუძნებული აღზრდილი ტიპების უნდა დაუჭირო მხარი და არა ამ რაღაცა სისულელებს და ყველა სიტყვაში ეს ადამიანები რომლებიც ოპიუმით წამლავენ წლებია ქართულ პოლიტიკურ ველს ყველა სიტყვაში არის ეს აი პირდაპირ იძახის ახლა წევა კაი რამე გაიხსენი ახმები უფრო მნიშვნელოვანი ანუ ეს აი რა ვიცი ახლა გინდა დუგინი და გინდა გერასიმო რუსული პროპაგანდის თანამედროვე ავტორების პირდაპირ ესე იგი საყრდენი მოცემულობაა რომ ნარატივის კონტროლირება არის თავარი აი რუსული პროპაგანდის ეს არის რა მესიჯი ასე თქვა გვარამია აბსოლუტურად რა ხო და თუ გინდა გაცდი ამ პოლიტიკას ესე დასავლეთში ეპრობა ახმებით არიან დასავლეთში ამას ეხა soft power-ებს ეძახიან და მარკეტინგს და ამბებს რა მაგრამ ნუ ეს იმიტომ მოსკენი გავავლე რომ ეს ხალხი ეძახის მე სხვას რომ ხო კი პრორუსებს და დუგინის ნაშრომი დავავიწყდა ეხა პირდაპირ ეს არის ნარატივის კონტროლზეა მთელი თავისი თეორია აგებული რა და ზუსტად მაგას ეხმიანება გვარამიას ეს ნათქვამის უნდა წავიდნენ ეს ხალხი ხა ირანზეც იყო რა ხა პატარაზე შევეხოთ ამ პროცესს და დასასრულისკენაც წავიდეთ ეხა ირანში რაც ხდებოდა ყველა ნახეთ და ჯერ ბავშვის და ადამიანის სიცოცხლეს რო თურმე ეთნიკურობა გააჩნია ამათვის აი ეგ იყო ყველაზე ანუ ეს ხო კატალიზატორი ხო უნდა იყოს ეხა ხალხო რა გიჟია რა ტიპი რას იძახის რომ ესე იგი თუ უკრაინელ ბავშვს კლავენ ეს ესე იგი ტრაგედიაა და თუ იქ სხვა ეროვნების ბავშვი მოკვდება ის ან გააჩნია ვინ კლავს რა რუსი თუ კლავს ესე იგი რუსი არის და ამერიკელი კლავს უნდა კლავი არის ხო კაცო იმანო ხავის ხიმაშიო ამდენი 1000 ხალხი ჩახოცავა აქციები წყვილია რა 40000 ადამიანი დახოცავს როგორ ჩახოცა ეს 40000 ადამიანი სისულელი არის ტყუილია გარდაიცვალა 40000 არა მაგრამ ზუსტიცები არ ვიცი მაგრამ სადღაც 2000 ადამიანი შეიძლება გარდაიცვალა მაგრამ პოლიციელი რო 600 გარდაიცვალა და მე კადრები მაქვს ნანახი დაჩეხილი პოლიციელები და საავადმყოფოები გადაწვეს და ავტობუსები და პატარა ბავშვები თვითონ აღიარა კაცო იარაღი მე ვეციო
ეგეთი რაღაცა არ მოხდარა. ეგეთი როგორ ხდებოდა, იცი, გადიოდა 40 წელი, გაიხსნებოდა რაღაცა ამერიკაში და გამოჩნდებოდა, რომ ნიკარაგუაში ამერიკელებმა ჩაატარეს ოპერაცია. ამან ერთ თვეში ნერვები მოეშალა. თქვენო გაგინდათ უკაცო იერარქი ხო მოგეცითო. და რასაც იძახოდა ირანი, ანუ რითაც ირანი მოხშეთ რო თქვა, გააправა ირანის ხელისუფლება საკუთარი, ესე იგი, სახელმწიფოში მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი პოლიციური აგრესია. რითაც აპრავდა, რომ ესენი არიანო მართულები და იარაღი აქვს შემოტანილიო, ეგ გაუправა ტრამპა ერთ თვეში. ასე ეგრე იყო, ეგ ძალიან ცნობილი ფაქტია და ეხლა ბოლოს რა ვიყოთ, ერთი ტომოჰავკით, დაჟე ორი ისროლეს 169 გოგო მოკლეს. ყველა 4-დან 12 წლამდე ბავშვი. ბოდიში არავის არ მოხვდა. თან ეს იყო ირანელი ოფიცრების შვილების სკოლა. ანუ მიზანმიმართულად არის ნაშროლი ორი ტამაჰავკები და ეხლა ირანს ტამაჰავკები საიდან აქვს? არავინ არ გამოსულა და ამაზე ბოდიში არ მოუხდია. ირანს ეხლა როგორ აიცი? ზოგადად დასავლეთ საინფორმაციო ომში ძლიერია, ხო? ეხლა უკრაინის ომი რო გავიხსენოთ, საინფორმაციო ომს 100 თონს იგებდა თავიდან დასავლეთი, მაგრამ მე დროში უკვე ფაქტებმა, ნუ ეს რეალობა შეცვალა, მაგრამ თავიდან ხო ეს იყო. აქ ირანმა საინფორმაციო ომიც მოუგო. ირანმა რა ქნა, იცი? თან რა დაიხმარებს დემოკრატიის CNN-ი და ისინი ეხლა გამოიყენა და შეუშვა შიგნით დასავლური მედია თვითონ ირანში და იქ რო გამოდიოდა ტრამპი რო იძახდა რომ უკვე იმას მაღაზიებში იგებია და ბენზინ გასამართ სადგურებზეო თვითონ CNN-ის ჟურნალისტი იდგა ყავით ხელში ესე ძალიან წყმარა და რაღაცა და აქ არაფერი არ ხდებაო არაფერი იგები არ არის შეუძლებელი შვიდი ცხოვრება მიდისო და ეხლა ირანის აი თავიდან რა მიზანი ჰქონდათ ხო პირველი იყო რომ რეჟიმი უნდა ჩამოეშალათ ხო აი თო ჯერ ეს პრიმიტიული როგორ უნდა ყველა ექსპერიმენტს არსებობს აი რაღაც ჩახედული ყველა ამას იძახდა ეს სრული აბსურდი რეჟიმი როგორ უნდა ჩამოეშალა აი პირიქით უფრო კონსოლიდირებული გახადეს ხო აიათოლა მოკლეს აიათოლა არის ლიდერი მოკლეს წამებული გახადეს მოწამე არის ეხლა მოწამეა ეხლა წარმოიდგინე აიათოლა ვისთან ერთად მოკლეს ხო ცოლთან ერთად შვილიშვილთან ერთად და რძალთან ერთად და მოშთაბას ანუ მოუკლეს ვინ დედა მამა შვილი და ცოლი ნუ წარმოიდგინე ხა რაზია საუბარი ხა ამ ღმერთმა არავინ არ იყოს ეგ მდგომარეობაში მაგრამ წარმოვიდგინეთ ერთი წამი ამ კაცის მდგომარეობა ხა როგორი არის და რა მოლაპარაკებებს და თან ირანელი ხალხი როგორ არის იცი რომ სიკვდილი მომლაპარაკებს ეს პირდაპირ ლაპარაკობენ და აი ხა იქ ხო ჩვენ ცოტა ხო ვისაუბრეთ იქ ლიბერალური იდეა არის საზოგადოებაში ეს განწყობები არის და მაგრამ ეხა ყველა გაერთიანდა იქ ხო ეხა იქ სირცხვილით ხმას ვერავინ ვერ აი ხა პეჟეშკიანიც რამეს ვერ იტყვის რაღაცა დასავლურს ისეც მიხვდით პეჟეშკიანი რო ხარ რო შეხედო აიათოლა გეგონება ისეთი რიტორიკა ანუ ამათმა ისე შექმნეს ეს სიტუაცია და მთელი შიიტური სამყარო გაერთიანეს და ტრამპს ეხლა წარმოიდგინე რა შეხვდა მდგომარეობა ჯერ აითო ეს რეჟიმი ხო ვერ შეცვალეს მე ბირთვული პროგრამა ეს ბირთვული პროგრამაც ვერ გააუქმეს ხო პირიქით ეხლა მოშთაფა ვინც არის მოშთაფა არის კაკრას მამავისთან ვინცაც პოლემიკა ქონდა რომ მოშთაფა ფიქრობდა რომ ატომი უნდა შექმნათო და ეს მამა იყო წინააღმდეგ რელიგიური მიზეზების ხსნიდა ამას ხო და აი ხა აი ეს ინდესტამ შეიძლება ამ ატომი შექმნა და მე კიდე რა იყო რაკეტების ანუ ბალისტიკური რაკეტების ამ აკრძალვაზე ჩამოვიდნენ საბოლოოდ ხო და იქ უნდათ რომ ქარხნები მიწისქვეშა ქარხნები გაუნადგროთ და აი როგორ ვინმე მითხრას ირანი არის 1,600,000 კვადრატული ჩვენ ვართ ეს წარმოსახეთ ვქნათ 79,000 კვადრატული ანუ სადღაც 25 ჯერ დიდი ტერიტორიაა ხო თაგორიანი ტერიტორია თან წარმოიდგინე და იქ ეხა მიწისქვეშა ქარხნებს როგორ უნდა გაუნადგურო ან სახმელეთო ოპერაციით რო შეხვიდა, ოღონდ სადაც ტრამპი კატეგორიულ წინააღმდეგე სახმელეთო, იმიტომ რომ იცის რომ საერთოდ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა, იმიტომ რომ ჩვენ გავიხსენოთ, აგერ ვიეტნამი გავიხსენოთ, რა მდგომარეობაში ჩავარდნენ, ხო, ავღანეთი გავიხსენოთ, ერაყი გავიხსენოთ, სადმე რამე მიზანს მიაღწიეს, თან ამხენ კონტინგენტი ერაყში 300,000 კაცი ყავდა შეყვანილი. ეს სამჯერ დიდი, აქ 1 მილიონი ადამიანი უნდა, აქ რო წარმოიდგინე რომ შევიდნენ, მე ამის კონტროლი ხო უნდა. ან ხარკის კუნძულზე რო დაიწყეს საუბარი და იქ ყუდამოძუებული რო გამოვიდნენ, რატო? საუბარიც რო აღარ არის, რატო? იმიტომ რომ ეს ხარკის კუნძულზე ხოლმოსრუტე ხო უნდა გაიარო. ან რა უნდა ქნა ხო რომ საუდის არაბეთში დესანტი გადაცხა იქიდან ყავდა აბსურდი რა თქმა უნდა ხა საუდის არაბეთის პრინც უკანალზე მაკოცოს იძახის პრეზიდენტის სპიკერი გამოდის პარლამენტის ირანის და 1 საათი
7 ტყუილი თქვაო ტრამპაო და სოციალურ ქსელით ვერ გადააწყდა ჰორმუზის სრუტის გაიღება თუ ეს ადგილზე არსებული მდგომარეობით გადაწყდებაო და ხარკის კუნძული ეხლა რო გავიხსენოთ ისტორიიდან მაგალითად რომ მოვიყვანოთ ძალიან თვალსაჩინო შანსს რა 1915 წელს უინსტონ ჩერჩილის ინიციატივით დარდანელის სრუტის კონტროლი უნდათ მან კოალიციასთან და ფრანგებთან ავსტრალიასთან ახალ ზელანდიასთან შევიდნენ მან რა ქნეს შავ ზღვამდეც ვერ მიაღწეს იქ ჩარჩნენ და 240,000 ადამიანი გარდაიცვალა მათთან მაგიდან 155,000 გარდაიცვალა დაავადებებით მაგრამ კატასტროფულ მდგომარეობამდე იქ ნაღმები ქონდა თურქებს დაალაგებოდა ზოგადად ეს კაი მაგალითია რის იცი რომ ეს ჩემს როგორ უნდა დასვიდე მონტროს ისა კონვენცია ესეთი 1936 წელს რომ იღეს მან რა მოხდა რომ თურქეთმა დაიბრუნა კონტროლი სუეცის და ბოსფორის სრუტეზე და იქ გემებს თავისუფლად გადაადგილეს სამოქალაქო გემებს თავისუფლად გადაადგილეს გარანტია ჰქონდათ მაგრამ ომი თუ დაიწყებოდა თურქეთს სრული უფლება ჰქონდა რომ ნებისმიერი სამხედრო ქვეყნის სამხედრო გემები ანუ აეგზალა იქ მოძრაობა თუ ომში არ იყო ჩართული თუ თვითონ მithulida რომ მაგალითად რაღაცა საშიშროება მისი ამ შემთხვევაში შეიძლება ეს ომის ესეთ პირობები გამოეყენებინა რაღაცა მსგავსი რაღაც ესეთი ის უნდა შედგეს რა ირანს და ამ ჰორმუზის სრუტე ირანის კონტროლის ქვეშ უნდა გახდეს ეს რა. ან ეხა ფაქტია რომ ორმოგიის დააწესეს ბლოკადა და ყველამ ახლა ვისაც ირანმა გუშაქთა არმიამ თქვა რომ შემოდიო ყველა შევიდა რა. და ეხლა რა არის კიდე რაზე ესეც საუბრები ხა ხო აქიდან ამას ხო ტრამპი როგორი ნაგია არც ხვენია თვითონ თქვა რომ მეც მომეც ახო 4 მილიონი 2 მილიონი ხო დააწესა იმან წელსით ხო და იქიდან მეც მომეცით წელია და ეხლა როგორც ეხლა ბლოკადა თვითონ ხო არ ამის რესურსი არ აქვს დიდი ხანი ეხლა რა საუბრები მიდის იცი რომ ჩინებლები აპირებენ რომ ეს გემები თვითონ გააცილონ სამხედრო გემებით მე რას იზამს წარმოგიდგენ როგორც სამოთხე მდგომარეობაში ჩავარდება მაშინ მოუწესო ჩინურ გემს დაარტყას იზამს მაგაზე ჩინეთში უწევს ჩასვლა ის სავარაუდოდ შეიძლება არც ჩავიდეს რაღაცა მსუმწყარის ესეთი გარანტიები ხო არა ხო რა პირიქით ძალიან ჩიხუ მდგომარეობაში კიდე მაგას ის ემატება რომ ეხა უკვე მეგონი ერთი 10 დღე დარჩა კონგრესში უნდა წარდგეს 60 დღიანი ვადა ქონდა ანუ ომის წამოწყება შეუძლია მხოლოდ კონგრესს ამერიკულ ანუ მარტო კონგრესს შეუძლია ომის წამოწყება მაგრამ ერთადერთი მომენტია პრეზიდენტად შეუძლია ოღონდ რეალურ საფრთხეს უნდა გრძნოდეს ამერიკა რეალურ საფრთხეს ქვეშ უნდა იყოს ამერიკა რომ პრეზიდენტი წამოიწყოს 60 დღიანი ომი 60 დღის მერე ის კონგრესში უნდა წარდგეს და მე კონგრესი გადაწყვიტავს ეს ომი გაგრძელდეს თუ არა მე ფინანსებით შეუწყდება ეხა არჩევნები მოდის ოქტომბერში სენატის და ხო შუა სენატის და კონგრესის არჩევნები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის მინუსებში მიდის ამის რეიტინგი და იქ რომ მე სენატი და კონგრესი თუ წააგო და ნუ რაღაც ისეთი უნდა მოხდეს რომ არ წააგოს ახლა ოქტომბრამდე ბევრი დროა და პოლიტიკა ხო იცი როგორ წახმაგოვანი შეგვიძლია ისეთი რაღაცა მოხდეს რომ საერთოდ შეიცვალოს მithoreth ამერიკული ელექტორატი საერთოდ სხვა რაღაც მატერიალისტები არიან ჩვენ არა ვართ მატერიალისტები ხალხი ხო საუბრობთ ჩვენ მატერიალისტები არა ვართ ჩვენ სულიერი და რაღაც უფრო სხვა ხალხი ვართ ისინი მატერიალისტები იქ რომ ბენზინი გაუძვრდება და კვერცხის ფასი და გაზის ფასი იმას შეიძლება ფინანსურად არ დააგდეს ანუ რას ვიტყვით რომ მეც გადაიხსნა მაგრამ ფული მაინც დარჩება ანუ არ გაღარიბდება მაგრამ ის იმდენად მატერიალისტები იმას იმდენად მნიშვნელოვანია ის ხუთი თეთრიც არ გაუძიებს იმის გამო წავოდა სხვას მიცემს ხმას და ეხლა ეს მდგომარეობა იქ ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან თუ მდგომარეობაში არიან და ეს კონკრეტ საჩვენებს კიდე შემერ საუბარო რომ იმპიჩმენტით შეიძლება დადგეს ტრამპის ეს მე ჩვენთან რო გადმოიტანო აი ჩვენი პარალელი ჩვენ ქვეყანასთან რო გავალოთ აი ხა როგორი მომენტია იცი რომ აი მაგალითად სენა ამ დემოკრატების კანდიდატი კალიფორნიის სენატორი რო არის რა ეს გამოდის და პირდაპირ იძახის რომ მეტი ბავშვი ტრანსი მინდა არსებობდეს რომ მე ტრანსი ნათლულები მყავს აი როგორი ორი უკიდურესობა ხო რომელი უნდა ავირჩიოთ ხო აი აგე ტრამპი გვიხაროდა და მართლა როგორ მიხაროდა ის ტრამპს და როგორ გულშემატკივრობდა ის პრეზიდენტი რო გახდა და აი მართლა ხო რა მოლოდინები მქონდა ძალიან დიდი მე ვიყევ თემ სოფლიოს და პროს ტრამპმა რა ქნა ისე ტრამპმა თვითონ ტრამპს უღალატა კი გასაგებია ტაკერ კასონი ისინი რო ავიღოთ ყველა ეხა მაგ ტაკერ კასონი გამოვიდა სადღაც ბოდიში მოიხადა რომ ბოდიშიო რომ მე მაგალითად აგერ ტრამპის ანუ არჩევაში რაღაც წვრილი მიმიწვის კი ბატონო ანუ აქ ხა მიუხედავად მაგისა მე მაინც კიდევ რომ დავაბრუნო წარსული მაინც ვიტყოდი რომ ალბათ ტრამპის არჩევა კი მე კამალა ჰარის აბარა არა იქიდან გამომდინარე რომ ეს გიჟე უნდა ჩამონგრეულიყო ეხა
ირანში ტრამპი დაიწყებდა თუ კამალა დაიწყებდა ეს კიდე სხვა გეოპოლიტიკური ალგორითმებია რა ამას ახლა ვინ დაიწყებს კიდე სხვა რაღაცაა უბრალოდ აი ეს სიგიჟე უნდა ჩამონგრეული იყო და ჩამოინგრევა და უბრალოდ ჩვენ როგორც პერიფერია გეოპოლიტიკური პერიფერია ამ აზროვნებაში აქ გვიან მოდის ჯერ ევროპაშიც არ არის ისე კი პროცესებია მაგრამ მაინც ესენი ინარჩუნებენ ეს ევროპა ახლა კიდე სანქციები რუსეთის სანქციების მე-20 პაკეტი სად არიან ჩარჩენილება ამერიკა სანქციებს უხსნას კოდბესენს მაგარი კაი კოდბესენ მათქვა ეს რომ 19 რაღაცა რო გააკეთე და არასწორად ხო და მიხვდეს რაღაცა არასწორად აკეთე თემურ ლენგის ცნობილი ანეკდოტი რო არის მე-7 ჯერო შემოეცია ხო ეგ რა ან ჩვენთან რო დგანა 506 დღე ხო უნდა მიხვდეთ მაგრამ 506 დღე არაფერი არ გამოგდის მიხვდი რაღაცა სტრატეგია შეცვალე რა სტრატეგია ეგ არის რომ ის რაც შენია ეგ ის არ უნდა გაივიწყო არასოდეს და იმით უნდა იბრძოლო მაგ შემთხვევაში ამ გულახდილობას და გულღიაობას ერი რო დაინახავს დაგიდგება რა გვერდში და მართლა ვილაპარაკებთ აი ყველა იმ პრობლემას არა იმაზე ხა ირანში ომი დაიწყო და აბამი ცქმუტავდნენ რა ჩვენთან არ გახსოვს ბოდიშო ირანელი მიგრანტებთან ერთად რო ზეიმობდნენ შაჰი ისა რა ქვია ერთი ცნობილი ვინ შაჰი თო აგვარია ეს გოგო როცა ყვავდა ისა ხო მაგ გეოპოლიტიკა ჩვენს ქონდა მაგას ვიდეო რაღაცა ტირო და ესე ცრემლებით ამ ხელჩხილები რო აგჭირდა ფეხლების ხო გეოპოლიტიკაზე რო გესაუბრა ფეხლები ვინ არის მეგობრო ჯერ შაჰი რო არის ჩვენი იდენტობის ქართველის შაჰი რაღაცა სულთან ასოცირდება ხო შაჰი როგორი კაიც არ უნდა იყოს ჩვენთვის შაჰი რაღაცა არ არის ხო კარგთან არ ასოცირდება მაგრამ ამ შაჰზე რო ავიღოთ ამის მართლობის პერიოდი როგორ მოიყვანეს და მოსადექს რა უქნეს მართლა დემოკრატიულად არჩეულ პრემიერ დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი იყო მოსადექ რომელიც მხოლოდ 2 წელი იყო თან არ იყო ისა რა ქვია ლიბერალი იყო არ იყო მოსადექი ანუ კომუნისტიან რამე რა ანუ უფრო ლიბერალი ბრიტანეთში ქონდა განათლებაც მიღებული ხო და ანუ სხვა ანუ რატო რომ იმიტომ რომ მან მოინდომა თავის ანუ ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია და იქ ბრიტანელის და BP-ის დამატი გავლენები იყო იქ და 53 წლის სპეცოპერაცია აიაქსი ქვია აიაქსი სადაც რაღაც მაშინდელი მაგრამ მილიონი იყო დაფინანსებული ამ სპეცოპერაციაზე CIA-მ ერთ ანუ ჩამოაგდეს ეს კაცი 53 წელს მიუსაჯეს რაღაცა რამოდენიმე წელი ანუ და მე გადაასახლეს ქვეყნის ღალატი და გადა და მე მოიყვანეს ეს ფეხლები მაშინ ეს ფეხლების დინასტია ორი ანუ ამის ანუ ეს ეხა ვინც არის ვინც უნდათ ამის მამისგან და ბაბუისგან არის რა ივან კიდე ყაჯარების დინასტია ჩამოაგდო მამამისმა და თან ხოთა შორის ამის ბაბუის დედა ქართველია ფეხლების პირველი ფეხლების ესეთი ცნობილი მაგრამ ეხა კიდე აქ რა ნიუანსია ეს რომელმაც მე შექმნა სავაკი და ამ სავაკით მე თავის საიდუმლო პოლიცია და ამ პოლიციით ანუ საკმაოდ რეპრესიული პოლიტიკური რეჟიმის ყველაზე მეტი პოლიტიკარი იყო მთელ სოფლიოში მაგზო სიკვდილით დასჯა მაგის დროს შაჰი ამის მიუხედავად შაჰმა 73 წელს მოსადეყის ინიციატივა დააბრუნა პოლიტიკაში ამათა ესე არ მოუყვანიათ მაგრამ შაჰის დასჯაში იმისი რომ მან ნაციონალიზაცია მოახდინა და უკვე იქ საბჭოთა კავშირთან პოლიტიკური ლავირების პროცესი დაიწყო დასაჯეს და ნუ ეგონათ რომ მე აქ კონტროლებად ქაოსს შექმნდნენ რასაც აკეთებენ ხოლმე ამერიკელები ზოგადად მაგრამ არ გამოუვიდათ და ამ ყველაფრის გააზრება არავის არ უნდა აქ თავარი რა არის რომ აი მარტივად ორბანი იყო მოცნების მოკავშირე ვიწრო პოლიტიკური და ბეყანწიშვილი ცეკვავს რაღაცა აჭარულს თუ რაღაცას ირანელი მიგრანტებთან ერთად, ანუ რასა და დაალაგა იმ თავისი აჭარულით. ეს ჩვენ მე და შენ ვერ გავიგეთ ჩემო თორნიკე. ამან თავისი გასმები ერთნაირები რო არიან სოფლიოში, ერთნაირები რო არიან. ის რა გამოდიოდა და უხაროდა რომ თავის ქვეყანას ბომბავდნენ. ხო. აი ხა მე სააკაშვილს ვერ მაგალითი მოყვას რომ აი სააკაშვილი როგორ არ გვიყვარს, ხო? და სააკაშვილის პერიოდში რომ ამერიკელებს დავებომბეთ, ანუ საერთოდ არ გამიხარდებოდა ეს. და მაშინ ხო ანუ პირი ხომ ამხელა პროცესი იყო და ომი რო დაიწყო მთელი ერი გავერთიანდა აბა რა ოპოზიცია მაგდროს ხმას არ იღებდა დაუდექი და რა ვიცი იმ გამოაცხადეს კაცო ხა ის ხო ჩვენ მე გადავიაზრეთ მაგრამ მე კი არა მაშინათვე გადავიაზრეთ ოპოზიცია ხარი ჯაჭვი რო გაკეთდა მაშინათვე გადავიაზრეთ ეგ რა იყო ის დემონსტრირება კი არ იყო ეს იყო ცოცხალი ფარის აფარება და იქ იმიტომ კი არ წავედით რომ სოფლიოს დაინახა ჩვენი თავი იმიტომ წავედით რომ ერი დგავართ აქ და ყველა წინსვლას
შევეწირებით რა. მაგას ოპოზიციაც გაჩერდა და საერთოდ არ აკრიტიკებდა, მივსიმეთ გასაკრიტიკებელი იყო და ძმაო, ესენი გამოდიან და ეს ირანე ქართველების აგერ ლომჟარი არ გამოდიოდა კაცო, ბომბები ციოდესო არ იძახთა. სისხლი წვასო. და ეს აგერ ხო, და ეს აგერ ირანელი მე მაგ ქართულად აგერ ტევე პირველზე იყო ის ირანელი მადრობა ტრამპსო ჩვენი შაჰი პრინცი უფლისტული ჩამოვა ეხა და ლეზაფეხ და მადლობა ტრამპს რომ ბომბავსო ქვეყანას. გუშინ კაი პამიდორი დაახვედრეს. ხო, აბა რა. ფლიბანში მოხდა და იმიტომ რომ არ ხდება იქ და მე აქციები რატო არ არისო და ამან აი რომ მოკლაო 55,000 ვიღა გამო რომ მოკლა კი არა წეგან ავთქვით რომ აი ოპოზიცია გაჩერდა 7 ნოემბრის მერე ოპოზიცია გაჩერდა საქართველოში ომი რო იყო და იქ ეხა ვინმე გამოვა და რამე სიტყვის არც ფიქრობს მაგას და მან თავი მნიშვნელობა კიდე რა არის ერთადერთი რომ შეიძლება აიათოლა ვიღაცა არ მოწონდეს მაგრამ ამერიკელი უფრო არ მოწონს იქ ანუ აქცია რაზე დაიწყო იქ სოციალურ ანუ ვალუტის ვარდნაზე ფასების აწევაზე და იქ ანუ ადგილობრივი მოვაჭრეები გამოვიდნენ და მე ამას შეეკედლენ მაგრამ ეს ხალხი ვალუტის ვარდნა ეს სკოტ ბესენს აქ ნასკვამი რომ აი მაგ წინა წლის მარტში ეს დავალება გქონდა ჩვენო რომ იქ ესეთი სიტუაცია ვალუტის ვარდნა მომხდარი იყო და მე ამ გაბრაზე მოხდეს აქციები მომხდარი იყო და ეს მიზანი იყო აბა რა და მაშინ ვერ ჩამოაგდეს მაგრამ მე ხა ეს ომის კიდე რომ დავიწყოთ საიდან დაიწყო აი აზერბაიჯანს რატო ეხმარებოდა მაგალითად ისრაელი ისე ჭირდებოდა სირიაში ბაშარ ასადი რატო ჩამოაგდეს და ბაშარ ასადი ვინ იყო ირანის მოკავშირე და იმის რა ქვია ჰეზბოლას მოკავშირე და ეს ყოფილი ტერორისტი რომ მოვიდა ხო ყოფილი ალჯულანა ყოფილი ტერორისტი ჯერ კაი გაგება არის რომ მოვიდა პირველი რა ქნა იცი რომ პირველი განაცხადა რომ ისრაელთან აღარ ვიომეფო და ირანთან და ჰეზბოლას მოკავშირეობ და მტრობა გამოაცხადა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა. ვენესუელა რა იყო? ვენესუელა და ირანი პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ერთი სახელმწიფო იყო, ანუ ორი ერთი სახელმწიფოს პრინციპით იყვნენ, იმიტომ რომ ანუ ამ სანქციების ქვეშ რო იყვნენ, აი ხო აი ორი როგორც აი აზერბაიჯანი თურქეთი არიან დაახლოებით ესე იყვნენ ესენი როგორც კიდევ უფრო გადაჯაჭულები იყვნენ ესენი ერთმანეთთან გეოპოლიტიკური ინტერესები ხო ანუ როგორ იყო მაგრამ მათ ეძახდნენ ანტიიმპერიალისტურ კავშირს და 2010 წელს საერთო ბანკიც დაარსეს ირან ვენესუელის ერთობლივი ბანკი ერქვა ესეთი სახე რომელიც სანქციების გვერდითავლით ფუნქციონირებდა და ანტიდოლარეს რა ქვია არადოლარიან ვალუტაში ვაჭრობდა და კრიპტოში ვაჭრობდა და ეს დიდი წელი შედა 2000 წელს ახმადინეჯაბი და უგო ჩავესმა ოსტრალიანი ხელშეკრულება დადეს და მოკლედ ეს კიდე შორს წაგვიყვანს ეს საუბარი. და ესენი ყველაფერი გამოაცალეს. ამას და მე მიაყენე ეხლა რომ სირიაში ის იყოს ასადი წარმოიდგინე სამხედრო დახმარება იქნებოდა ირანის ანტონოს ვენესუელა მოკლედ კიდე შორს წაგვიყვანს. მივიდნენ მაგრამ საბოლოო ჯამში იქ უკვე შორს წაგვიყვანს ეს კიდე საუბარი მაგრამ გაიჭედნენ და თვითონ აღიარებენ და ნუ ჩვენები არაფერს არ აღიარებენ. ანუ ეგ არის ეს სიბრმავე არის დაუპველი და მნიშვნელოვანი ცუდია და მოდი ხა მოკლედ თვითონ კიდე ძალიან შეიძლება ამაზე გასვლა. ხო, სხვა დროს მომავალში და შევხვდები და ვილაპარაკებთ ამაზე აუცილებლად. მადლობა მოკლედ შემოხვალ ჩემთან და იქ გავარდნე. კი ბატონო, მადლობა სტუმრობისათვის, მადლობა აი ამ საუბრისთვის და კიდევ ერთ-ერთი რაც უნდა ვისურვოთ ის არის რომ არ არის მეგობრებო აქ არავინ ასწავლოს იმაზე რომ შენ ქოცი იყავი და შენ ეს იყავი და არ მაინტერესებს რა გინდა შენ თავს ქოცი დაუძახე გინდა ნაცი დაუძახე გინდა რეალის ფანი იყავი და გინდა ბარსელონას ფანი იყავი ჩემთვის თავარია იყო ქართველი აბა რა რეალ და მუბაში რამდენი აი ადრე თქვი რომ გენიალური არის მომენტი და თუთაშხიაში, როდესაც ეუნება თავის ბიძაშვილს, რომ მოდი ჩვენი ბიძაშვილობის საკეთებელი ჯობია ყველაფერსო რა, შენი კარიერასაც და ჩემს იმასაც. მან მუშნის ისიც რო ხო და მუშნის მამა რო ეუბნება ამათ, რომ შენი ანუ ქვეყანაში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და ქვეყნის გარეთ შენი ერის დესპანი უნდა იყო და აი ამ მავნებლებს ეს ქვეყნის გარეთ გადიან და დანოსებს წერენ და რას არაკეთებენ, როგორი მართლების არ უნდა იყვნენ, როგორ უნდა გააკეთებენ. ანუ შენ კომუნისტური პარტიის სასაგებლოდ გააკეთებ ამას თუ ევრობიოკრატიის პარტიის სასაგებლოდ თუ ნებისმიერის ანუ რომელ ფაშას კარზე იცექ ხო რა მნიშვნელობა ამ დახრილი არა მნიშვნელობა და ღირსება ორივესნაირად ერთნაირად იყრება რა და დავით ოსეფაშვილი რომ 9 აპრილის მერე შევიდა იქ კომუნისტურ პარტიაში და ეხა ჩვენ როგორ ლაპარაკება ნუ ეხა არ ვიცი აი ჩვენ გვაქვს გენიალური წინაპრები ყავს გენიალური პიროვნების უკანასკნელ
გაცილებაზე მონაწილეები ვიყავი და იქ დავინახეთ ერი, რასაც ნიშნავდა და რაც დავინახეთ, გავისიგრძეგანოთ ცხოვრებაში. და ანუ შეიძლება გაერთიანება ესე იგი, მაგის ნიშანი კიდე კვარაცხელიაც არის, ხო, მაგალითი იმისა, რომ ერი ანუ ჩვენ საერთოები უნდა მოძებნოთ ერთმანეთში და არა განსხვავება მარტივია რა, ნებისმიერ ცუდში შეგიძლია კაი დაინახო, როგორც ნებისმიერ. თუ ხარ ორიენტირებული რა ერთმანეთში ვიჩხუბებ. ხო, აბა მოძებნი ყოველთვის და თუ ხარ ორიენტირებული რომ ვნახოთ საერთო მაშინ მან დავაშენებთ რაღაცას. ეგრეა ზუსტად. თუ კიდე გავაგზავნოთ ეს სირკი რა, აგერ არის და 500-1000 დღე იქნება მე აქციის და რა, ნუ ეხა კი ჩაქრალი მუხტი, რაღაცას მოხდება კაცო, პოლიტიკა დინამიკაა და გამოვა ესე. ჩასაფრებულები არიან, მაგრამ არ შეცვლის არაფერს რა. თუ აქ არ შევიცვალეთ. ზუსტად. მადლობა ძმაო საუბრისთვის, საინტერესო გამოგვივიდა მე მგონი მაყურებელსაც. ალბათ მოეწონება ჩვენი საუბარი. კარგად გრძანდებოდეთ.